სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმინდისაითა. სურს დღევანდელი ჩვენი საუბარი დავიწყო ერთი ახალი ლექსით, რომელშიც ჩემი სულიერი განცდა განწყობა და ვფიქრობ, ბევრი თქვენთაგან ის არის გადმოცემული. გავარქრა კარიბჭეში წმინდა დიდმარხვისა. სამადლობელ სავედრებელი, ასე ეწოდება. წამძღვარებული აქვს ეზრა წინასწარმეტყველიდან და მიიქცევა წუთი სოფელი დასაბამიერ დუმილად. გმადლობ უფალო, რომ შენ არსებობ, თავის შენი რომ გამომიცხადე. მადლობ მისთვისაც რომ გამაჩინე, მაქვს სიხარული შენ მოგიხმობდე. განსასწრებელი თუმცა ბევრია, შენ მეგულები თავშესაფარად ღრიან აღვარებს, რომ გავურბივარ შენ მიკრა გულში საბრალობელად, როს გარდა ხდება წუთი სოფელი, როს შემოდგება სასუფეველი, მონმეც მიმიღემ სასუებელი. ყველაფრისთვის, ყოველ საშინა, როგორც მოციქულიც გვასწავლის, ჩვენის ქებადიდება ჩვენ შემოქმედ უფალ ღმერთს. მათ შორის იმისთვისაც, რომ დაგვიწესა წმინდა დიდმარხვა. შეგახსენებთ წმინდა წერილი და რომ ეს მარხვა თავად უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა მისი დადგინება ეკლესიაში. ერთხელაც მასთან მივიდნენ მისი მოციქულები, მოწაფეები უშუალოდ და დაეკითხა, რატომ არის რომ ნათლისმცემლის მოწაფეები მარხულები, ფარისევლები, ხოლო ჩვენ კი მარხვას არ ვინახავ. უფალმა იგაბურად უთხრა, როგორ შეიძლება ვიდრე სიძე ქორწილშია თანამეინახენი მოწყენილობას მიეცნენ, წუხარებას, მაგრამ დადგება დრო და სიძე მათგან ამაღლდება და იწინასწარმეტყველა საკუთარი ვნებაწამება ამაღლება ჯვარზე, რომელსაც როგორც წამს მოყვა წინვალი აღდგომა მკვეთრით ამაღლება და დაждობა მარჯვენა ღვთისა და მამის, როცა საბოლოო ჩვენი კაცობრივი ბუნება, რომელიც ხშირად გვითხოვს შეურევნელად შეერთა, განახტო, შეიყვანა ღვთიურ დიდებაში. მაინც რისთვის უნდა მადლობდეთ უფალს, რომ დაგვიწესა მარხვა. ჯერ ერთი მანამდე მინდა საყვარელო შეგახსენოთ, რომ მარხვა როგორც ასეთი, ისეთივე ძველია, როგორც ჩვენ ადამიანთა კაცთა მოდგმა. შეგახსენებთ ძველი აღთქმის შესაქმეს წიგნიდან, როდესაც ღმერთმა ედენ-ბაღში დაანერგა სამოთხე, რომელიც როგორც ჩანს წმინდა წერილიდან საგანგებოდ პირველ ადამიანებისთვის, ადამ და ევასათვის იქმნებოდა და შეიყვანა ადამი და მოიყვანა მის წინაშე ყოველი ცხოველი და ფრინველი, ყოველი იძვრისი და აჩვენა ამით და უბრძანა, რომ მათთვის სახელი მიეცა, ხითად გამოხატა ამ იძვრისის წინაშე, რომ მათი უფალი არის ადამი, პირველი ადამიანი, ხოლო თავად ადამის უფალი არის უფალი საბაოთი. პირველი მცნება, რომელიც ღმერთმა ადამიანს გულის ფიცარზე დააწერა, ეს იყო სწორედ მცნება მარხვის შესახებ. როგორც გახსოვთ, უბრძანა უფალმა ღმერთმა მიეხედათ სამოთხისათვის, ეზრუნათ იმ სცენარეებზე, რომელიც დაანერგა სამოთხეში ედენ-ბაღისა, მაგრამ სამოთხის შუაგულში აღმართული იყო ორი ხე, ხე ცნობადისა და ხე ცხოვრებისა, ხოლო მათგან აუგზალა ეხმიათ ხილი. და არათუ არ უხმევია ჩვენს პირველ მშობლებს, ვიდრე გველი აწტუნებდა, ანუ სატანა, არც კი შეუხედავთ და არც კი მიჰკარებიან. თუმცა ღმერთს არ შეხედვა აუგზალავს მათთვის და არც მიკარება. აუგზალა მხოლოდ ხილის ხმევა. აქედან მოდის სხვადასხვა ფიგურალური გამოთქმა აგრძალული ხილი. საერთოდ დაცემული ადამიანის ბუნება იმგვარია, რაც აგრძალულია, თუ სინდისით, თუ სწავლებით, თუ ეკლესიის მიერ, სწორედ იმას მიესწრაფის და მიევთვის. ხოლო რაც შეეხება სიკეთეს, ძალითი ძალად თუ მიხავს სხვადასხვა გარემოებებს თუ ღვთიურ ძალას ადამიანი ამ სიკეთებდეს, ვიდრე მასში არ იფეთქებს ჭეშმარიტი უზაგველი სიყვარული თავისი შემოქმედი ღმერთის მიმართ. მას უბრძანა დაემუშავებინა სამოთხე, მიეხედათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ პირდაპირ გაგებით არ უნდა გავიგოთ. როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლ ნაზიანძელი განმარტავს და არაერთხელ გვითხოვს, ამით პირველ მშობელნი ჩვენი ადამ და ევა აკურთხა ღვთაებრივი აზრების განჭვრეტაზე. რაც შეეხებოდა ცნობადისა და ცხოვრების ხეს, ეს ყველაზე უფრო ამაღლებული ღვთაებრივი აზრები იყვნენ და არა უბრალოდ აზრები იყვნენ, არამედ წინასახენი და წინასწარმცნობელობა, წინასწარმეტყველებანი იმის შესახებ, რაც აღესრულა შემდგომად ადამ და ევას დაცემისა, სამოთხიდან გამოხდისა, მთელი ათეული საუკუნეების შემდგომ. კერძოდ მამათა განმარტებით ხეცნობადისა შეესატყვისებოდა ღვთისმშობელ მარიამს, მარზედ იყო წინასწარმეტყველება, ხეცხოვრებისა ძელი პატიოსანს. სხვათა შორის აი რატოა დაკავშირებული ღვთისმშობელი და ძელი პატიოსანი, ჯვარი პატიოსანი. ღვთისმშობელი იყო პირველი, ვინც თავის წიაღში სული წმინდის მოქმედებით მის თბეთაგან, ანუ ქალწულებრივ სისხლთაგან ხორცნი შეისნარა ერთმა სამებისაგანმა ძეგმრთისამ, მიიღო თავის წიაღში და ძელი პატიოსანი იყო ის, რამაც კი არა. ვინაც ერთ-ერთი რუსი თეოლოგი ამბობს, რომ ძელი პატიოსანი, ჯვარი პატიოსანი ეს არ არის უსულო არსება. ეს არის
არსება განსაკუთრებული ყოფიერებით, რომელმაც მას ძელმა პატიოსებმა უკანასკნელად შემდგომად ღვთისმშობელისა მიიქვა თავის წიაღში, განართხა რა ცხოველსყოფელი ხელები უფალმა ჩვენმა, მასზე რითაც აღასრულა ჩვენი ხრწნილებისაგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან გამოსყიდვის საიდუმლოება. მას პირველი ცოდვა ადამიანმა გონებითად ჩაიდინა. როგორ მოხდა ალბათ ესეც გახსოვს, როგორ აწტუნა იგი გველმა უფროსურად, არა გველმა, არამედ წვდიადის ანგელოსმა, რომელიც ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინვალე ქერაბინი იყო. ღმერთი ბოროტისაგან არ გამოისდება, მას ბოროტი არაფერი არ შეუქმნია. ის ვისაც დღეს ჩვენ უწოდებს სატანას და წვდიადის ანგელოზებს, ერთ დროს ისეთივე წინვალე ანგელოსები იყვნენ. თუ არა მეტად აღმატებული, აწინდელი სატანა უწინ იოროსთეოზად წოდებული, ერთ-ერთი უწინვალესი ქერაბინი იყო და უახლოესი თავისი მადლით ფიგურდებასთან. მაგრამ ვიდრე ადამიანებს ექნებოდათ გამოსთა პირველ მშობელთ, მანამდის ეს გამოსთა ქონდათ ანგელოზებს, მათაც ღმერთმა მიანიჭა არჩევანის საშუალება, თავისუფალი ნება. რამდენად ნეტარნი იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იოროსთეოსმა ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება. თავის დაავადებულ წარმოსახვაში, როგორც ესაია წინასწარმეტყველიც ამბობს, წარმოიდგინა თავისი საბრძანისი ღრუბელთა ზედა, რომ ღმერთს გატოლებოდა თავისი ხელმწიფებით, მადლითა და დიდებით და დაკარგა სინამდვილეში უბადრუკმა ისიც, რაც გააჩნდა და მას საკმაოდ ბევრი გააჩნდა, როგორც შესავალში მოგახსენეთ უკვე. და თავის მტრობას და მოუნანიებელ ამპარტავნებას კიდევ იმით გამოხატავს ეს სიბნელის ანგელოსი, რომ დღეინდელად დღემდის და ვიდრე ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე ებრძოდა და ებრძვის კაცთა მოდგმას. ერთ-ერთ აპოკრიფულ მოთხრობაში გადმოცემულია, რომ სატანამ ეს მოიმოქმედა შურის გამო ადამიანის მიმართ, თუ რატომ შეიყვანა უფალმა ღმერთმა ასეთ დიდებაში თიხისაგან მიწისა მოზელილი ადამიანი. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, თუმცა ამპარტავნება უამრავ სხვა ცოდვას ბადებს. რვა უმთავრესი ვნება, როგორც გვასწავლიან წმინდა და ღმერთშემოსილმა, ერთ-ერთი უპირველესი, უმძვინვარესი ვნება ეს არის ამპარტავნება. ამპარტავნება, რომელსაც წმინდა მამები ეშმაკის სტიქიას უწოდებდნენ და რამდენად არის გამჯდარი ჩვენს ერიშვილებში დღევანდელ დღეს, თუნდაც იქიდან დაასკვენით, რომ კათოლიკოს პატრიარქმა საჭიროდ ჩათვალა საგანგებოდ ესაუბრა ამაზე წლევანდელ საშობაო ეპისტოლეში. და ბევრი ვაი და ვიში უბედურება, რაც დღეს თავს გვადგას, სწორედ ჩვენი ამპარტავნებიდან მომდინარეობს. მერმე და მერმე მას მოხვება პატივმოყვარეობა, დიდების მოყვარება და სხვადასხვა და საბოლოოდ ადამიანის შესვარული ხდება ყველა ცოდვით. ყველაზე უფრო მეტად ღმერთს ადამიანში ზაგს ამპარტავნება, არა ცოდვილი ადამიანი, თუნდაც ამპარტავანი, არამედ თავად ამპარტავნება და რაც შეეხება თავმდაბლობას, რომელიც სამკურნალო საშუალებაა ამპარტავნებისა, ასეც თავდაბალს სწორედანაც კი ამაღლებს, როგორც წინასწარმეტყველის პირით ამბობს, ამისი უამრავი ურიცხვი მაგალითი არის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში, ესეც საღვთო ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში კაცთა მოდგმისა, რომელმაც უკვე ათეული საუკუნეები განვლო და როგორც აებ ლექსი და ნეზრა და წინასწარმეტყველი როდის, ესე იგი ათეული საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველებდა, რომ საბოლოოდ წუთისოფელი მიუახლოვდებოდა თავის აღსასრულს, საუკუნო დუმილს. სხვა შორის ამ სიტყვებს ეხმიანება ვილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედია და ჰამლეტის სიტყვები. სხვა რაღა დამრჩა საუკუნო დუმილი მხოლოდ ამბობს ჰამლეტის სიკვდილისინ. სხვა შორის ამ ტრაგედიაში და არა მარტო მასში შექსპირთან უამრავი წიაღსვლებია წმინდა წერილიდან. მართალია მრავალი კომენტარები, განმარტებები იწერება ლიტერატურული კრიტიკული ხასიათისა, მაგრამ ძალზე იშვიათად თუ ნამდვილებს პოულობდნენ. იმიტომ რომ დღეს მაგალითად ევროპის ღირებულებათა ქარტაში ერთი სიტყვითაც კი არ ახსენეს ქრისტიანობა, თითქოს არც არსებულა ევროპაში. სინამდვილეში ევროპა და პიროყოლისა ევროპა საზრდოობდა სწორედ ქრისტიანული საზრდელით, წმინდა წერილით. მას ჩვენი უბედურების დასაბამი ყოფილა ამ უპირველესი მცნების მარხვის დარღვევა, თვითრჩულობა, ურჩობა, ღვთისნებას გარდახტომა და როგორც ბასილი ამბობს, ამ ყველაფერმა დაგვაკარგინა რა ნეტარის სამოთხე, სწორედ მარხვა, სინანული და მორჩილება ღვთიური ნებისა დაგვაბრუნებს სამოთხეში. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ეს უფალმა ოდნავ სხვაგვარად თქვა ერთ-ერთ ამაღლებულ ქადაგებაში, როდესაც მოგვიანებით ხორჩი მოვიდა. მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება. მე ვარ კარი სამოთხისა. უბრალოდ მაპატიეთ, როგორც იტყვიან ხოლმე, თავაზიანობისთვის სხვა კარების სამოთხეს არ გააჩნია. ეს ერთი კარია, ქრისტე მაცხოვარი. როგორც თავად დიდი ღვთისმეტყველი მოციქულთა შორის უპირველესი იოანე მახარებელი ამბობს, ვინც ირწმუნებს იესო ქრისტეს როგორც ცხოვრებას, საუკუნო ცხონებას, ანუ საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს.
ბოლოს და ბოლოს რამდენი გამოცხადება იყო თვით ამაზეც, რაზეც მოგახსენებთ. აი, მოიგონოთ იაკობ მამად თავარი, რომელიც თავისი ძმისგან ესავისგან იბლტოდა მესოპოტამიისკენ, გზად დაქანცულმა თქვა დაიდო საფთუმლად და მიიძინა გადაღლილმა. და ძილსა შორის გამოცხადება იხილა, თუ როგორ იყო კიბე მრავალსაფეხურიანი აღმართული შორის ცისა და შორის ქვეყანისა. ეს იყო წინასწარმეტყველება, ერთ-ერთი უძველესი, უპირველესი წინასწარმეტყველება, ერთი სამებისაგან ღვთისა განკაცდებოდა და იგი აღიმართებოდა სწორედ კიბეთ შორის ღვთისა, ზეციური მამისა და შორის დედამიწისა. და იხილავთ, როგორც ნათანაელსაც უწინასწარმეტყველა მოგვიანებით ხორჩი მოსულმა უფალმა ანგელოსთა ცისათა აღმავალთა და გარდამომავალთა. მათ აქვთ ჩვენი ლოცვა ვედრებანი, ყოველივე მიწიდან, ხოლო გარდამავალთ, როდესაც გარდამოვლენან ლოცვა კურთხევანი უფლისა და ღვთისა, მადლი და შეწევნანი, მრავალფერნი და მრავალგვარნი, როგორც ღვთივდიდებული პავლე ვასავლისა თავად უფალი წინასწარმეტყველებდა. დიახ, ჩვენ უკვე 20 საუკუნეა ვუმზერთ ამ კიბეს, და არა უბრალოდ ვუმზერთ, ვიეთნიმე ჩვენთაგან ცდილობენ სათნოებათა ამ კიბით ზეცას დაუახლოვდნენ. სხვადასხვა რა კი ჰამლეტი ვახსენე, ჰამლეტივე ოფელიას, რომელსაც ეუბნება წადი მონასტერში ოფელია დაღალული სული გული ღმერთს აჩვენეო. ამოვა თლად სოფელი ბრტვინვის წუთის ოფელია. იმავე ოფელიას მანამდე ეუბნება შენ ერთი ქუსლის სიმაღლეზეც კი არ დაახლოვები ხარ ზეცას. და უფალმა არათუ ერთი ქუსლის ოდენად ელი სისავსით, კიბით, საკუთარი თავით დაგვაახლოვა ზეცას. და ქრისტიანული ცხოვრების დედააზრიც და შინაარსიც არის ღმერთს დამსგავსება. არათუ ღმერთს, არამედ თუნდაც წმინდანებისთვის მიბათ, აი როგორც ღვთივდიდებული პავლეს სიტყვები ჩამესმა ახლა ყურებში, როდესაც თავის სულიერ შვილებს მიმართავს, მობაძავ ჩემ და იქმენით ვითარცა მე ქრისტესა. ესე იგი რა, წმინდანების ღმერთმა დედამიწაზე გამოუშვა ადამიანურად ვამბობ, რომ მათი ცოცხალი მაგალითით გამხნევდნენ, აღვეგზნეთ სარწმუნოებითა და ღვთაებრივი ტრფიალებით სიყვარულით და ამ გზით ღმერთს დავემსგავსოთ. დიახ, ეს არის ის საფუარი, რომლითაც მთელი სოფელი აღაფრუნა, სამოციქულო ქადაგებით მთელ სოფელს იმდროინდელ სოფლიოს მიმოფინა ღვთის სიტყვა, წმინდა სახარება. სხვათა შორის ალბათ მოგაგონდებათ, რომ ესაა ასევე უკანასკნელი ნიშანი ქრისტეს დიდების დაბრუნების წინ, როდესაც კიდევ ერთხელ ცოდვით დაღალ, დაკნინებულ, მარაში ჩამხობილ კაცობრიობას კიდევ ერთხელ თავისი სულგრძელებიდან გამომდინარე უფალი ღმერთი მიუვლენს ღვთის სიტყვის ქადაგებლებს, უკანასკნელ ჟამს. მას მერმე რაც იქადაგება სახარება, ეს არის საყოველთაო ქადაგება სახარებისა, ამის მერე უკვე მოვალს უფალი დიდებით განჟად ცხოველთა და მტართა, რომლის ხსენებაც თუ გახსოვთ გასულ კვირიაკეს იყო. რადგან როგორც ვთქვით, მრავალ სხვა სათნოებას ერთად სიკვდილისა და საშინელი სამჟაროს ხსენებაც ეს აღვივებს ადამიანში სინანულს, განცდა საკუთარი ცოდვების და ამ გზით აახლოებს ზეცასა და უფალს. აგი უფალი ღმერთი ამბობს, ყველაზე ახლოს ადამიანო მე მაშინ ვარ შენთან, როდესაც შენ განიცდი შენ შეცდომებს, როდესაც შენ ნანობ შენ სოდვებს. ამიტომაც უძვირფასესი საგანძურია. სიკეთეთა სიკეთი არის სინანული. ხშირად გვითქვამს, სინანულის ქადაგება არსებითად მთელი წერილი. სინანულის ქადაგებლობა მოვლინება დედამიწაზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ მოვლინება, ასე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს წმინდანები, თუნდაც მართალი პატრიარქები, წინასწარმეტყველი და სხვანი იყვნენ ზეცაში, როგორც ადამიანები და გამოგზავნა დედამიწაზე. ასეთი რამ არ ხდება. ესე იგი, როცა სხეულს ქმნის ადამიანისას დედის საშოში, მაშინვე უდგამს მას სულს. ესე არ უნდა ვიფიქროთ, როგორც შტაინერისტები, რომ ჩვენ ორჯერ და ბევრჯერ შეგვიძლია დედამიწაზე მოვიდეთ. ეგრეთ წოდებული მეტამფსიქოზის თეორიის მიხედვით. ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე და ღირსეულად უნდა იცხოვროს. ღირსება ადამიანის მდგომარეობს თავისი შემოქმედი ღმერთის შეცნობა და მადლიერების ნიშნად და გამოხატულებად მსახურება ღვთისა, რომელიც არის ჩვენი გადარჩენის უმოკლესი გზა. კიდევ მით არის მიუღებელი ეს წვალებლური თეორიები, ეგრეთ წოდებული სულთა გადასახლებაზე, რომ ადამიანში სინანულს კლავს. აი, ზოგიერთი ბედოვლათი, ცონარე განსაკუთრებით და ზარმაცი ადამიანი ფიქრობს, თუ კი შესაძლებელია რომ მე მოვიდე დედამიწაზე მეორეთაც, მესამეთაც და ასე შემდეგ, მაშინ რატომ უნდა მოვიკლო ეს მიწიერი ბედნიერება? მოდი, ჭამ, სვამ, გავიხარებ, როგორც თვითონ ფიქრობ, შუამოკლეობით და მერმე როცა დავბრუნდები დედამიწაზე, მაშინ ვინანებ. სრული უმეცრება და გულუყვილო წდიადია, როგორც იტყვიან ხოლმე. ეკლესიის მტკიცე სწავლებით, რომელიც სათავეს თავად უფლისაგან იღებს, ადამიანი დედამიწაზე მოდის მხოლოდ ერთით. თუ ზოგიერთები შემეკამათებიან შტაინერთან ერთად და მეტყვიათ, აბა რატომ არის სახარებაში ნათქვამი, რომ იოანე ნათლისმცემელი მოვიდა ილიას სულითა და ძალითა. ეს ასე კი არ უნდა გავიგოთ, რომ ხელახლა მოვიდა დედამიწაზე ამჯერად ნათლისმცემლის სახით იოანესი, ილია, არამედ
იოანე ნათლისმცემელს ისეთივე სული და ძალა ჰქონდა როგორც ილიას. და განა ჩვენ ერთი სულისანი არა ვართ? ქრისტეს სულისანი არა ვართ? განა ჩვენზე ერთი საერთო ძალა არ მოქმედებს? და აქედან გამომდინარე განა შეიძლება ითქვას რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვედით დედამიწაზე, აი ამ აზრით არის ეგ სწორედ ნათქვამი. სიტყვამ შორს გაგვიტაცა მეტისმეტად რომ არ მოსხეთ საუბრის ნამდვილ საგანს, მოდი კვლავ მივუბრუნდეთ საუბარს მარხვასეთ. ბუნებრივია რა კი დედა ეკლესიამ წინკარში დიდმარხვისა დაგვიწესა ჩვენი პირველმშობლის ადამის 60-დან განდევნის ხსენება რაღაც შინაგან კავშირს პოვლობს მარხვასა და ადამიანს შორის. აკი უკვე გითხარით განმარტებით შესავალში წმინდა წერილის მიხედვით რომ სწორედაც რომ ადამიანმა მარხვა დაარღვია, ამიტომაც იქნა გამოძევებული 60-დან. და ამას გვაგონებს ჩვენზე მზრუნველი და მოსიყვარულე დედა ეკლესია, რათა კიდევ ერთხელ ამ გზით ადამიანის ურჩობისა და მარხვის ცნების დარღვევის მოგონებით კიდევ ერთხელ განგვიტკიცოს რწმენა რომ სწორედ მარხვა დაგვაბრუნებია დაკარგულ 60-ს. მოდი აქედანვე დავაზუსტოთ. მარხვა ბევრ ჩვენთაგანს ესმის როგორც რაღაც საჭმელ სასულისგან თავშიკავება გარკვეული პერიოდით. ასეთი გაგება არის მაჰმადიანობაში, ეგრეთ წოდებულ რამაზანის მარხვაში. ჩვენ არა ვართ მაჰმად, ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ უნდა დავიმარხოთ ყოველი საგრძნობელი. არა მარტო სტომაქი და მარხვა მაგას კუჭის დამარხვას ნიშნავს. დამარხო კუჭი საჭმელ სასულისგან. არა მარტო სტომაქი უნდა დამარხო. დამარხულო არამედ ყოველი საგრძნობელი, ნებისმიერი, საყნოსელი, სახედველი, სასმენელი და ასე შემდეგ. არსებობს ცოდვა ხელით და არსებობს ცოდვა ვიზუალური. ყველაზე მეტი ცოდვა დღეს შეიძლება ითქვას შემოდის ადამიანში თვალებიდან. მაგრამ თვალები ბოროტება კი არ არის. თვალი ღმერთმა ადამიანს როგორც დიდი ოქროპირი განმარტავს მისა სილამაზისათვის, მე არ გულისხმობ ლურჯ თვალებს და ცისფერ თვალებს, მხოლოდ ყველა თვალი არის ლამაზი. თუ თქვენ განიხილავთ. მაგრამ ლამაზთა შორის რა თქმა უნდა გეთანხმებით არსებობს ულამაზესი. ისე როგორც ადამიანი ყველა ლამაზი არის. თავისი აგებულებით, როგორიც ის ღმერთმა შექმნა, მაგრამ ლამაზთა შორის არსებობს მშვენიერესი და ულამაზესი ადამიანის. და თვალი მის ადამიანს არ მარტო სილამაზისთვის, არამედ გამოყენებისთვის, ანუ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. აღიქვას ხედვიერი, დატკბეს მშვენიერებით. არ არსებობს არანაირი ბოროტება და სიმახიჯე. აი გველი, რომელიც აკანკალებს ადამიანს, მის გახსენებას კი, აი სიტყვაც კი არსებობს, ტაბუ მასე, უხსენებელი. ეს უხსენებელი ღმერთმა შექმნა. მაგრამ როგორი იყო ის? ბიბლიიდან თუ მოიგონებთ, მას სხვაგვარი იერი ჰქონდა და სხვაგვარად იარებოდა. და დღეს თუ მიწაზე ხო ხავს და მიწას ლოშნის, ეს არის წევა, რომელიც მან მოიმკა ღვთისაგან. რატომ მოიმკა წევა გველმა? გველი რა შუაშია? ბოროტი ხო არაფერი შეუქმნია. ვიდრე ეშმა აცტუნებდა ევას, თქვენ მიაქციეთ ყურადღებას, რომ პირველად იგი მოუხდა არა ადამს, არამედ ევას, რომელიც ადამიანისაგან შექმნა ღმერთმა. ჩვენც ესე ვიქცევით ხოლმე რაღაცა წინააღმდეგობა რომ გადავლახოთ, ჯერ ნაკლებ წინააღმდეგობას უგულებელს ხო და შემდეგ ყველაზე მთავრისაკენ მივმართავთ ხოლმე ჩვენ ზალებს. და თავი ევასი იყო ადამი, ამიტომ იგი ჯერ ცდილობდა ევნო ევასათვის. კერძოდ ეშმაკობით ეს სიტყვა უნდა ვიხმარო, ეშმაკზე მეტადრე. ეშმაკობით გამოსთხოვა ევას, რაში მდგომარეობდა მათი სიკვდილი. საიდან მოიწევდნენ ისინი სასჯელს და მან შეიტყო, რომ ეს იყო აღრძალული ხე, ანუ გონიერად თუ ვიტყვით, ურჩობა ღვთის მიმართ, რაშიც თავადაც გაწაფული და დახელოვნებული იყო. ვიდრე ეშმა ევას ასტუნებდა, ის ებრძოდა გველს. ვინ იყო გველი? ბიბლია გვასწავლის მოსეს მიერ, რომ ის იყო უახლოესი თანაშემწე და მეგობარი ევას შემდეგ ადამიანისა. ანუ ჯერ მის მეგობარს ებრძოდა, დაძლია, მოიცვა, შეიპყრო და შემდეგ კიდე მისი გზით აცტუნა ადამიანის უახლოესი მეგობარი ევა, რომელსაც ევა თავად ადამიანმა უწოდა, როდესაც ამბროზიიდან გამოიყვანა ძილიდან, ძილქუში რომ მოყვარა მას და მისი ნეკნიდან ევა შექმნა, რა წამოიძახა, როდესაც ნახა ევა, რომელიც რა თქმა უნდა არასდროს მას არ ენახა, რადგან არ არსებობდა ევა. და არც იცოდა მის თავს რა მოხდა, ძილქუში იყო. ევა, რაც ქართულად ნიშნავს ცხოვრებას და რა მოაყოლა წინასწარმეტყველური სიტყვები. ეჰა ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და სისხლის სისხლთა ჩემთაგანი. მან იწინასწარმეტყველა წარსულზე და აწმყოზე, ვინ იყო ევა, რომ ევა მისგან შეიქმნა. როგორც იცით, იგივე ოქროპირი გვასწავლის სამგვარი წინასწარმეტყველება არსებობს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე. მაგრამ საბოლოოდ სამივე გველმაც, ევამაც და ადამად წევა მოემკო და დაკარგეს 60. თავდაპირველად მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ხსოვნა ღვთისა და 60-ისა. ხშირად ვარდებოდნენ ისინი სინანულში, მოდიოდნენ ედენბაღის 60-სთან, კარებთან 60-ისა,
აგაც წინასწარმეტყველება ქრისტე მაცხვარზეა ლაპარაკი. ანუ ადამიანი ელოდა მესიის მოსვლას, კარის გაღებას, სხვანაირად რომ გითხრათ 64-ში. და ტიროდნენ, გამოხატავდნენ თავიანცინაოს. კარებში კი თეორი ქერაბინი იყო ჩაყენებული, რომელიც თავის თავში იდუმალად ღვთის დიდებას ატარებს, როგორც დიდებული დიონისი არეოპაგელი გვასწავლის და ცეცხლოვანი მახვილი იქცევისი, ანუ მოთხინარე მახვილი, რომელიც მიმოიქცეოდა და არაძლებდა ადამ და ევას 64-ში დაბრუნების საშუალებას. მხოლოდ სინანულით, შემდგომად ქრისტეს განკაცების და ქრისტეში რწმენით და თუ ვისმეს წამს ქრისტე ამბობს უფალი, მას წამს მამას და სულიწმენს, ვინც იხილა ქრისტე, ზე მანიხილა მამაც დაბრუნდებოდა მხოლოდ ადამიანი 64-ში. მერმე და მერმე გადიოდა რა ასწლეულები, გადაეცემოდა და მანამდის თაობიდან თაობაზე. სხვათა შორის აი თაობიდან თაობაზე ხსოვნა ღმერთისა და დაკარგული სამშობლოს 64-ის შესახებ, თანდათანობით დავიწყებას მიეცა ადამიანში იმძლავრად ცოდვამ. და ადამიანი ისეთ უგუნურებაში და წდიათში ჩავარდა, რომ გაგეცინება ალბათ ქმნილებასაც კი აღმერთე, მაგალითად ხახვი და ნიორიც კი ღვთაებად იყო დასახული მაგალითად ეგვიპტის წარმართულ ქვეყანაში. ეს ის ეგვიპტია, რომელიც მოგვიანებით ოქროპირის განმარტებით რო ვთქვათ, უდაბნოების ბერმონოზური საცხოვრისების ლამის ქალაქებად და მეტროპოლიებად იქცა. რა მოაქვს მარხვის შენახვა? ჩვენ ნახეთ რა მოიტანა მარხვის დარღვევა. რას მოგვიტან ჩვენ მარხვის? საზოგადოდ რო ვთქვათ, მარხვის დარღვევა ერთ-ერთი მადლიანი საშუალება დაკარგულ 64-ში დასაბრუნებლად. უფრო კონკრეტულად რა მოაქვს მას ადამიანისთვის? ადამიანში ის აცხრობს ვნებებს, როდესაც ადამიანი სწორედ მარხობს. თუ შენ სამარხოშა, მაგრამ უსაზომოდ ეს არ არის მარხვა, ეს არის ნაკროვანები გატეხვა მარხვისა. ამიტომ შედეგი, თქვენ ენაზე ვიტყვი, ეფექტი ასეთ მარხვას არ ექნება. მარხვა მხოლოდ ის კი არ ყოფილა, რომ ცხოველურისგან შეიკავდა, მარხვა ყოფილა ზომიერების გრძნობა. ზომიერება გმართებს ყველაფერში. აი, მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ბოლო დღე არის აღების დღე. რაც არ უნდა გემრიელი ნუგბარი საჭმელი ჭამო ყველიერით დამზადებული თუ ხიზილალა უძვირფასესი და უძვირესი დღეს თუ თევზი ძვირფასი ჯიშები გემოს ვეღარ გაიგებ ბოლოს. აი ესევე როდესაც შენ თუნდაც ბევრ სილოცებ, მაგრამ თვითრჩულობით არასულიერ მამასთან შეთანხმებით. ან ზედმეტად კაცრად შეინახო, მაგრამ ახლა მე ვაპირებ კონკრეტულად გადმოვცე დიდი შულისკანო და როგორი უნდა შევინახოთ ეს მარხვა, როგორია ის განწესებით, მაგრამ როგორ უნდა შევინახოთ ჩვენ სხვადასხვა გარემოებათა გამო ამა თუ იმ ადამიანმა, ჯანმრთელმა, ავადმყოფმა, ნახევრად ავადმყოფმა, ფეხმძიმედ, ძუძუს მაწვევებელმა, ჩვილმა, ზრდასრულმა, ღრმად მოხუცებულმა. მარხვა კი ყველასთვის დაწესდა, მაგრამ ყველას ერთნაირად ეკლესია არ ამარხვებს. რატომ? არა მარტო იმიტომ, რომ ავადმყოფს გაუჭირდება და შეიძლება სასიკვდინე საფრთხეს კი დაემქროს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ავადმყოფობა უკვე ერთ-ერთი ოღონდ განსხვავებული საშუალება ადამიანში ჩააქროს ვნებები, როგორიც არის ანგარების ვნება, აპარტავნების, სიძვის და ასე შემდეგ. და თავად მარხვის დანიშნულება, როგორც გითხარით, ყოფილა ადამიანში ვნებების დაცხრომა. საერთოდ შესაძლებელია, რომ საერთოდ ამოიკვეთოს ადამიანმა ვნებები. როგორც დიდი მამების, ღმერთშემოსილი მამების ცხოვრებიდან ვკითხულობთ, ქრისტეს მიერ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია. ერთ უდაბნოში ორი ბერი შეხვდა ერთმანეთს და აი ქრისტეს მიერ ამბობს უყეს რა ერთმანეთს და მოიკითხეს, ერთი მეორეს დაეკითხა, შენში ჩაქრაო ვნება ვთქვათ ანგარებისაო? კი ჩაქრაო. როგორ დაეკითხა მეორე? აი გზად რომ მიდიოდი ამ უდაბნოში და უამრავი თვალმარგალიტი ნახო, არანაირი აზრი არ მოგივაო? კი როგორ არა, თავდაპირველად აზრად მომივარო, ავკრიფო ეს ყველაფერი, წავიდე ავაშენო საავადმყოფოები, უპატრონოთა თავშესაფარი სახლები, ეკლესია, მონასტრები. არა, უპასუხა ბერმა, შენში ჯერ კიდევ არ ჩამქრალა ანგარება. ამის დასტურს სხვა პატერიკულ მოთხრობას მოიგონებ. ორი ძმა მიდიოდა უდაბნოში და მართლაც უამრავი განძინახეს. უფროსი ძმა ადგა და გადაახტა, არც გაჩერდა. გადაახტა და გააგზელა გზა. უმცროსი ძმა ცოტა ხანი შეფიქრა. კი, მაგრამ რატო გადაახტა ჩემი ძმა ამას? ანგარებას მოერიდა, მაგრამ მაშინ ეშმაკი საუბრობს უკვე. ეს კი არ ჩანს, არქები და ჩლიქები კი არ ჩანს ამ დროს. შემოდი ჩვენ სტომიერებაში, შენეულად, შენი სტილით გელაპარაკებ, რომ ვეღარ ასხვევ, შენ ახარ თუ ის ხარ. და ესე იგი, რა საუბარი დაუწყო? მან ფიქრობდა, რომ განსაჯა კეთილგონიერად. განაარაჟობია, ასე უპატრონო დატოვება სამ თვალმარგალიტისა, ავკრიფო და სიკეთენი ჩავიდინო. რამდენი გაჭირვებული არის ხელმოკლე, ღატაკი, მომაკვდავი, ავადმყოფი, ეკლესია, მონასტრები, რამდენია ასაშენებელი თუ შესაკეთებელი, ერთი სიტყვით ბევრი აღარ გაუგზელებია. ჩოხაში მოაგროვა კალთაში ეს ყველაფერი, წავიდა ერში, თუ არ ვხდები ალექსანდრიაში და მართლაც რასაც ფიქრობდა და ფიქრობდა რომ ის ფიქრობდა ამას და არა ბოროტი მასში, მან ეს ყველაფერი გააკეთა. მაგრამ იმ დღიდან ძმა უნახია და ძალიან განიცდიდა. ღმერთს სულ ევედრებოდა რომ მისი ძმა ემახვებინა თუნდაც ერთხელ. გამოეცხადა უფალი და უთხრა:
სიკვდილისინ გამოეცხადა ისიც. მთელი ეს მოწყალება რაც ჩაიდინე არღის შენი უფროსი ძმის ერთ ნახტომად, რომლითაც ის ამ თვალმარგალից გადაახდა. ბერს, რომელმაც უპოვარების აღთქმა დადო, ისიც მეუდაბნოეს არანაირად არ მოეკითხებოდა სიკეთის ხმა. მისი უპირველესი სათნობა იყო არა მართაობა, სახარებისეულად რო ვთქვათ, არამედ მარიამობა. არა სტუმართ მოყარება და სიკველის საქმეების ხმა, არამედ ღვთიური დიდების ჭრედა. გახსოვთ მართამ რო უსაყვედურა უფალს დავშვერიო, ესე იგი, იმიტომ რომ უფალთან ერთად მისი მოწაფეების იყვნენ და საკმაოდ დიდი სუფრა გაშალა, უმასპინძლა მათ. დავშვერიო, თვით უფალიც კი გაკიცხა, თავის კილოში, გამოთქმისა, არა მარტო მართა. ეს კი არხეილად დამშდარა და გისმენ შენ. მართა, მარიამა უკეთესი ნაწილი გამოირჩია. რა გითხრა ამით? კი, გეთანხმები, შენ რაც ჩაიდინე, სიკეთია სტუმართ მოყარება, მაგრამ არსებობს უფრო დიდი სათნოება, ღვთიური დიდების ჭრედა, რაც მარიამმა ამოირჩია. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ სიკეთე ხორციელი უნდა უარყოთ, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ სიკეთე სულიერი უფრო მაღალი არის. ეს არის უკვე დედამიწაზე ღმერთშემოსილობა, ეს არის უკვე დედამიწაზე სამოთხეში ყოფნა. ამიტომ ასკეთ განდეგილ ჭრეტელ მამებს არანაირად არ მოეკითხებათ სიკეთების ხმა, ისე როგორც ჩვენ რაც შევგეხებათ, ჩვენ პირველ ყოვლისა ამით ცხონდებით. აი გახსოვთ თქვენ ილია მართლის გადმოყურებს მისი ფრესკა განდეგილი. რა შემდგომარეობდა განდეგილის შეცდომა? ფორმალურად რომ ვიმსჯელოთ ჩვენი ადამიანური გონებით, ამ სოფლიური მსოფლმხედველობით, სიკეთე ჩაიდინა თავსხმა წვიმაში, წირი აიყვანა თავისთან ზევით, რომელიც უკაცრავად დედაკაცი აღმოჩნდა. ალბათ აქ უპრიანი ვიქნება ვიხმაროთ სიტყვა ქალი. და რა მოხდა საბოლოოდ? მან ჩაიდინა თითქოს სიკეთე, მან იგივე გააკეთა, რაც იმ უმცროს მაცმა, რომელიც თვალმარგალიტი აკრიფა. მაგრამ მერე და მერმე გაღვივდა მასში სიძვის ვნება. ღმერთმა მისი სიწმინდის ნიშნად მანამდე მას მისცა ასეთი ნიშსასწაული. როდესაც იგი ლოცვა დგებოდა, მზის სხივზე დებდა ლოცვას და არ ვარდებოდა. ესე იგი ბუნებითი კანონები ირღვეოდა. ზებუნებრივი ღვთიური ძალით. მაგრამ როდესაც გულში საქმით არ ჩაუდენია მას ეს სოდვა. როდესაც გულში მან იმრუშა და აწმი იმრუშა ამით, და წავიდა ის წირი ბერე გაუშა, ლოცვად რომ დადგა და სამადლობელი ლოცვები უნდა შეეძირა განთიადისას, ნიში შეწყდა თურმე. დადურა სხივზე ჩვეულებისებრ ლოცვანი, იგი ძირს დავარდა. რა ქვია ამას შემოკეთილო? მიზიდულობის კანონი. და დაემხო განდეგილი და წარეთ აქვითინდა. ღმერთი როგორც აქამდე 8 წლისთვის ნიშანს აძლევდა, რომ ღმერთი მასთან იყო, ახლა უფალმა ამ ნიშის შეწყვეტით აჩვენა, რომ იგი დაშორდა ღმერთს. თვითონ განდეგილი დაშორდა ღმერთს. სხვა შორის, როდესაც ამას წერს ერის კაცი, ის არ ყოფილა განდეგილი და მჭრეტელი მამა ილია მართალი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დიდი სულიერების ადამიანი იყო, არა მარტო ნაკითხი უბრალოდ, არამედ განათლებული, სულიერად სიტყვა ნათლიდან მოდის განათლება, სულიერად განათლებული ადამიანი იყო ილია მართალი. ჩვენ ვახსენეთ ავადმყოფი. აი ვთქვათ, რატომ არა ავალდებულებს ეკლესია ავადმყოფ მორწმუნეს რომ იმარგლოთ, მეტადრე როცა მძიმედ არის დაავადებული. იმიტომ რომ ავადმყოფობა წმინდა მამათა სწავლებით უმჯობესი, უკეთესი საშუალება არის, რომ ადამიანმა ჩააქროს ბნებები თავის თავში. და რა კი უკვე მას ბუნებითად მიეცა ეს საშუალება ავადმყოფობა, რაღაც საჭირო ეკლესიამ ზედმეტად დაამძიმოს მარხვით. აღარას ვამბობ, რომ არის ესეთი ავადმყოფობანის, თუ ადამიანი გარკვეული სახის საზრდელს არ მიიღებს, თუ სასმელს შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ადამიანის სიცოცხლე ესეც ნიჭია ღვთისა. ძვირფასი ნიჭი არის და მას გაფრთხილება სჭირდება. თავგანწირვა სიკეთისთვის, ანუ უფლისთვის, ანუ სახარებისთვის, ანუ მოყვასისთვის, კიცხვის კი არა, ქების ღირსი არის. ამბობენ წმინდა მამები, მაგრამ როცა ადამიანი უგუნურად დაიღუპავს თავის სიცოცხლეს, აი მაგალითად თამბაქოს წევით, ნარკოტიკებით, მემთვრალეობით, რისთვის წირავს ის თავს? ჯოჯოხეთისთვის. ეს ადამიანი იღუპება. იღუპება პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ის არ გაუფრთხილდა იმ ძვირფას სიცოცხლის სახით და ჯანმრთელობა ესეც ნიჭია, რომელიც უფალმა ღმერთმა მისცა. მაგრამ აქაც სამეფო გზაზე სიარულია საჭიროა. არც გარდამეტებულად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და არც ისე რომ საერთოდ არაფრად ჩავთვალო. მე გულისხმობ ერისკაცებს ხოლო, რაც შეეხება განდეგილ მამებს, მათ არანაირად არ მოეკითხებათ არც თავიანთ ხორცზე ზრუნვა. მოვიყვანოთ რამოდენი მაგალითი. არსებობს ბერმონაზნურ სამყაროში უბრალოდ არსებობდა, ალბათ ისე ჩამოსათვლელი ყარიან დღეს, მოღვაწეობის ეცახ, რომელსაც ძოვარი ეწოდება. ცვილებს უწოდებდნენ სხვანაირად, რომ ცვილისფერი ქონდათ კაცრი მარხვისაგან სახე, რომლებიც ბუნებითად აღმოცენებულ ბალახეულს თუ ჭამდნენ. ესე იგი საერთოდ აღარანაირად აღარ ზრუნავდნენ გარეგნობაზე. იყო ესეთი ფილოსოფოსი დიოგენი, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა, უპოვარი იყო, კასრში ცხოვრობდა, როგორც ისიც, და ერთადერთი ჰქონდა მხოლოდ ჯამი, რომლითაც წყალს ჰქონდა. ერთხელ ნახა, რომ ბავშვმა მუჭიდან დალია წყალი და ეს ჯამიც გადააგდო. თურმე შესაძლებელია ხელითაც დალევა წყლისა. ეს გარეგანი მაგალითი მოყავს, რომ ივანე ოქროპირი ამბობს, მას ამგვარმა ვითომს და უპოვარებამ და კასრში ჯდომამ
სიბრძნე არ მოუტანაო და როგორც ერთი წარმართაგანი დაიღუპაო. იმიტომ რომ თავისთავად გარეგნული სახე მოღვაწეობის ადამიანს არ აცხონებს. თუ გონებას არ დააყენებს მოსაგრეობას, მოღვაწეობას, თუ გნებას კაც მარხვა და სხვა, ეს ადამიანი პირიქით შეიძლება დაიღუპოს. რა გზით შეიძლება ჯერ ფიზიკურად დაავადდეს. შეიძლება ის ხიბლში ჩავარდეს. სულიერ აშლილობამდე მივიდეს და წარიწყვიდოს სული. ზომიერება, როგორც თქვით, გმართებს ჩვენ ყველაფერში. მათ შორის სათმოებთან ლოცვა იქნება მარხვა თუ სხვა დაკავშირებით. როგორ უნდა შევინახოთ მარხვა? როგორც ისიც, ყველა დაწესებულ მარხვათა შორის დიდ მარხვა და მარიამობის მარხვა ყველაზე მკაცრი მარხვებია. კერძოდ, დიდი შულის კანონში წმინდა და ღმერთშემოსილ მამათაგან ესრეთ არის განწესებული. ახლა აქ ზოგიერთები გულში მაინც შემეპასუხებენ და მეტყვი, მამაო, რა გვეკითხავ ამ კანონებს? ჩვენ ხომ ბერები არა ვართ? ივანე ოქროპირმა მსგავს კითხვაზე უპასუხა ერთ-ერთ ქადაგებაში. აი ზოგიერთები იწყებენ ლაპარაკს, რატომ გვიწესებ ასეთ მარხვას, ასეთ ლოცვას, ცხოვრების ამგვარ წესს? რატომ გვიშლი რომ ჩავიცვათ თოთალ თავისუფლად და სხვადასხვა? ერთადერთი რა განსხვავებაც არისო ბერმონაზღებსა და ერისკაცებს შორის მორწმუნეებზეა ლაპარაკი, ეს არის ის, რომ ბერები არიან უცოლონი. რაც მოეკითხება ბერს, ყველაფერი სავსებით მოეკითხება ერისკაცს. და იქ როცა წარდგებით, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენ შეღავათი გექნებათ, იმიტომ რომ ბერები არ ახართ. ისე გაბერილები კი ვართ კაცმა როსყვას. მადეანე ჭამას მისა, გემოთ მოყარებისა და ნაკროვანებისაგან. ყველანი თანაბრად განვიკითხებით უფლის წინაშე. მაგრამ როდესაც ადამიანი აღთქმას დევს ბერმონაზღული ცხოვრებისა, ის გამოხატავს არა მარტო ცხონების სურვილს, არამედ სრულყოფილებისა, რომ უკვე დედამიწაზე მიაღწიოს სრულყოფილებას. და რაც ნიშნავს სოლის მოყვანა არ მოყვანა, აგერ პავლე მოციქული გვასწავლის, ვინც ცოლს მოიყვანს, არ შესწოდეს დასენს მოციქული. და ის ვინც ქალწული იყო, არ დაგავიწყდეთ. დედაკაცისთვის ხელის არ ქონდა დაკარებული, როგორც იტყვიან ხოლმე. არა ვიცი მე დედაკაციო. ეს პავლე ამბობს, რომ არ შესწოდეს ვინც დაუჯახდება, მაგრამ მე მებრალებიან ისინი, რამე თუ მრავალი საწუხარი ექნებათ ხორციელზე. ბევრი ჭირვარამის გადატანა მოუწევს არსებობის საშუალება რომ მოიყვანოს ცოლისთვის, შვილისთვის და ესე შემდეგ. ეხლა თუ შენ გადაწყვიტე და მოიყვანე ცოლ-შვილს, ზოგიერთ შეიძლება ცოლის გაშლა უნდა შენ სიტყვებში საბაბი იპოვოს. მე მაგას არ ვამბობ. თუ ღმერთმა დაუშვა და შენ მოიყვანე ცოლი და ყავს შვილები, როგორც იგივე პავლე ტიმოთისადმი ეპისტოლეში გვასწავლის, კაცი რომელიც მორწმუნე იგულისხმება, არ ზრუნავს საკუთარ ოჯახზე, წარმართზე უარესია. როდესაც ჯვარს წერს სხვათა შორის ეკლესია პავლეს ერთ-ერთი ეპისტოლიდან უკითხავს ფრაგმენტს ნეფე პადარძალს, სადაც ნათქვამია რომ ცოლი დაემორჩილოს თვის ქმარს. ქმარი ზრუნავდეს ცოლზე როგორც საკუთარ თავზე, როგორც საკუთარ ხორცზე, რადგან არავინ არასადა მოიძულისო თავისი ხორცი, არამედ დღითი დღეს ზრდიდა ფუფუნებნ მას. აი ესე უნდა დაფოფინებდეს შენს ცოლსა და შვილებსაც. უნდა ზრუნავდე მათზე. მაგრამ ისეც არ უნდა გააკეთო რომ სული გადააყოლო. რას ნიშნავს ეგ? აი მაგალითად კაპრიზული, პრეტენზიული, პატივმოყვარე, დიდების მოყვარე ცოლი. რომელიც ქმარს აიძულებს ნებისმიერი საშუალებით მოიტანოს ოჯახში სახსარი და ქართველები თარგორები ვართ. ჯერ ერთი აი სიბრძნე გვაქვს ბჭყალებში, სხვისი ჭირი ღობეს ჭირით. გარეთ რა ხდება, არ აინტერესებს. თავარია რომ მის ოჯახში ყველაფერი კარგად იყოს, კეთილდღეობა გქონდეს, ის კომფორტი გქონდეს, ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი, უკანასკნელ მოდის ხივილზე იყოს ჩაცმული და სხვადასხვა. თავარი ეს არის. და როდესაც მას მერე შემოუვარდება ეს ნიაღვარი სახლში, მერე ძლება ვაივის, მაგრამ არც იმ ადგილის და არც სამშობლოსთვის, არც კუთხისთვის, მხოლოდ თავისი პირადი კომფორტი რომ დაკარგა ამისთვის. ღმერთმა როგორ გამოგახსიოთ, როგორ დაგაფიქროთ, ტყბილი ხმა, სინდისის ქენჩნა, ეკლესიის ქადაგება არ გესმით. ამ კი რომ გესმით რა, იწყებთ მღვდლების განკითხვას. რატო განიკითხავენ მღვდლებს? ნებისმიერს. იმის გამო, რომ თვითონ არ უნდა წმინდად იცხოვროთ და საბაბს სხვაში ეძებენ. აი იმ მღვდელმა დამაბრკოლა და იმიტომ არ მარხულობ, არ ლოცულობ, არ მყავს მოძღვარი, არ დავდეთ ტაძარში დალოცულობ. თუ ამან დაგაბრკოლა, ადექი და სხვასთან ვიდით. როგორ დაგიჯეროთ, რომ ერთადერთი მოძღვარიც კი არ დარჩა თელ საქართველოში, ვისთანაც თქვენ შეიძლება მიხვიდეთ და სწავლება მიიღოთ. ეგეც არ იყოს უფალმა მოგიჭრათ უკვე პასუხი, იცით რატო? მათესაგან სახარებაში ვკითხულობთ მაცხოვრის ერთ-ერთი ქადაგებიდან. აი ასეთ მღვდლებზე, წიგნობარ ფარისევლებზე, გარეგანებზე. ისინი არ განიკითხოთ, განკითხვა ცოდვა მეტად ზეციური ცეცხლის მატარებელია სამღვდელო პირი, სამღვდელო ჯურჯელი. რასაც გასავლიან ჩემი სახელით, აღასრულებ. ხოლო თუ ისინი შეუფერებლად ცხოვრობენ, ნუ მიბაძავ. ნურს განიკითხავ, მაგრამ ნურს მიბაძავ იმას. შენ ჩემი ისმინე. მე თუ საჭიროდ ჩავთვლით, ვირსაც კი ავალაპარაკებ ადამიანებს, როგორ არ მომხდა რა? კაცთან მოდგმაში ასეთი ბალამ ბოსორელი ვინ იყო, ხომ არ გახსოვთ შემთხვევით, რომელიც წარმართებმა მოგთამეს, რომ ისრაელიერის წინსვლა გაეჩერებინა, ავიდა ქორიბის მთაზე და გაშალა ხელები გაშალა, ჯვარი გამოსახა, თავის დაუნებურად რომ დაეწყებლა. გადმოვიდა სულიწმინდის მადლი და იწინა სამეთქველა, რომ ისრაელის წინსვლას ვერავინ ვერ შეაჩერდა, რადგან ღმერთისგან იყო ნაკურთხი ეს. ასევე ჩემო კეთილო, თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით და ღმერთი ჩვენთან იქნება, ვინ იქნება ჩვენ კერძოვე, ამბობს პავლე, ვინ იქნება ჩვენი წინააღმდეგი?
უბრალოდ მე იმის თქმა მინდა საყვარელო ჩვენ მიცვალებულებზე ვლაპარაკოთ ჩვენი ჭირისუფლები ვართ რომ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ აქედან დავიწყეთ ლაპარაკი რომ თუ ჩვენში სინანულს დაინახავს უფალი ღმერთთან დაბრუნების სურვილს ვერანაირი ძალა წინ ვერ დაუდგება ამას ჩვენ რიცხობრივად ყოველთვის ცოტა ვიყავით და როგორ მივახციეთ იმ აყვავებას აი გეკითხებით თქვენა თუ არა ჩვენი სარწმუნოები და როგორც კი დაკნინდა ჩვენში რწმენა ვიდრე მწვალებლობამდე დაქოცმაც და საქართველოს უფლის ხელშია ღრმათი წამეთ ყოველივე ადამიანის სულიც და აი ეს ჩვენი ტერიტორიების და რაც აგნებავს ვინ იყო ნაბუქოდონოსორი ბოდიში ვაგრძელებ ამ თემაზე სიტყვას იყო ჩვეულებრივი ადამიანი ღმერთმა აღაზევა ბაბილონის ეს მეფე და ისრაელი ჩაუგდო ხელში და გადაასახლა საერთოდ ისრაელი აკარა ჩეულიერი შვილები აკარა თავისი სამშობლოდან და ტიროდნენ დინარის პირას ზეწნთა ქვეშე როგორც სალუშია ნათქვამი მოთქვამდე თავიანთ იერუსალიმზე მაგრამ როდესაც სინანული ნახა მათში ღმერთმა ნახა სხვა მეფეები რომელიც აღანთო რომ დაებრუნებინათ უკან ნაძარცვავი მათი წმინდათა და წმინდა ეკლესიიდან და ასევე თავად ისრაელიერი უკან დაებრუნებინა მხოლოდ ღმერთის ხელში ნაბუქოდონოსორი მხოლოდ სადამჟელო იარაღი იყო ღმერთის ხელში ისრაელიანებისათვის რომელიც ღმერთს გაუძლენ და კერპებს მიეცნენ ასევე ვისი ხელი დავჯით ეს სხვა ამბავია უბრალოდ არც ისე მნიშვნელოვანი თავი და თავი ჩვენა ვართ როგორც კარგად ამბობს იონე ოქროპირი ისე ჩვენ არ ვზურათ ჩვენი გადარჩენით როგორც ეშმაკის უნდა ჩვენი დაღუპვისთვის აი ეს არის სინამდვილე ჩემო საყვარელო ქართველებო მოდით ამჯერად აქ თავი ვანებოთ ამ ჟელობას მეტადრე რომ ის მარხვა თლად პირდაპირ არ უკავშირდება და მიუბრუნდეთ დიდი შულის კანონს რომელზეც ზოგიერთმა გულში თუ ხმამაღლა ალბათ თქვენს რომ ჩვენ არა ვართ ვერ მონოსპები არ გვინდა პარაგრაფების კითხვა დიდი შულის კანონი ვერებისთვის არ არის მარტო დაწერილი და მონოსპებისთვის ყველა ჩვენთაგანისათვის მაგრამ ეკლესია ინდივიდუალურად უწესებს აი ამ დადგენილების ფონზე ადამიანს მარხვას კერძოდ რა არის ნათქვამი ამ კაცს მარხვაში არსებობდა ძველ ქრისტიანებში დილის მარხვა რას ნიშნავს სტილ დღეებშიც ცისხამდილით არავინ არ ჭამდა თორე მეახსარებებს ვის ელოდებიან 24 საათი 00 წუთი როდის დადგება რომ მეცნენ იქ სახსნილოს ეხლა ჩვენ პირიქით მოვიქცევით დღეს 30-30-მდე შეუბერავთ ქართულად არა სასაცილოა ხვალ ვეღარ ისუნთქებს და ვერ შეიგზნობს რა არის მარხვა იმიტომ რომ ფუღუროსავით იქნება ფუღუროსავით ერთი სიტყვით წმინდა მამათა განცესებისეებ წმინდა დიდ მარხვაში სადაგ დღეებში როგორც არის ორშაბათი სამშაბათი და ესე შემდეგ გარდა შაბათ-კვირისა ქრისტიანები მარხულობდნენ კაცრად ხსნილ დღეებშიც კი როცა გითხარით უწინ დილის მარხვას ყველა ინახავდა არასდროს არ ჭამდა გარდა ძიმი ავადმყოფებისა როგორი ღვთისმოსაობა იყო მაშინ ღვთისმოსაობიდან გამომდინარე როგორი მშვიდობა და სიყვარული იქნებოდა ურთიერთშორის ადამიანებისა მე გულისხმობ ქრისტიანულ თემებს რა თქმა უნდა ქონდა მნიშვნელობა სახელმწიფო სათავეში ღვთისმოსავება იყო თუ ფორმალურად ქრისტიანი მაშასე სადაგ დღეებში დილიდან წუხრამდის არასდროს არ ჭამდნენ ქრისტიანები ასე წერია შულის კანონში შაბათ-კვირას ზეთიანს იღებდნენ ხალეულს ღვინითაც ხსნილი იყო ეხლა ტრადიციული კითხვები იბადება რა ამდენი ჭიქა შეიძლება ამდენი არ შეიძლება სამი პატარა ჭიქა დალია თუ სურვილი სავალდებულო კი არა გინდა თუ არ გინდა სვავ თუ არ სვავ დალიო მაინც ვინც სვავს სამი პატარა ჭიქა იწდიეთ შაბათს და კვირას ეხლა სხვა კითხვა თვალებზე აწერია ზოგიერთ მამაკაცს სამჯერ თუ ჭამდა ორჯერ შეიძლება სამ-სამჯერ დავლიო ჯერ ერთი ბავლე მოციქული ამბობს დილიდან ვიცვამს ის სასუფეველში ვერ შევა ეს არის ლოთობა თუნდაც ერთი ჭიქა რომ დალიო და ყოველდილით ეს გააკეთო ეს არის ლოთობა მეტადრე თუ შენ გაკეთებულ ღვინოს ვამ მეტადრე თუ შენ თაფლს ანუ არახს ვამ და ეგრეთ წოდებულ კონია და შამპანეროს უეჭველად გალოთდები აგერ ჩვენ ყავს მრევლში რამოდენიმე მეღვინე მათ შორის ბატონი თემურაზ ღლონტი მიმართეთ მას ასია თუ არა რას იწევს ქარხნული და გაკეთებული ღვინოები ადამიანში საბოლოოდ ის იწევს ალკოჰოლით მოწამლას ანუ გალოთებას ადამიანისა აქ ლაპარაკი არის საერთოდ მადლობა ღმერთს ეს მოძრაობა უკვე დაიწყო რომ ნატურალური ღვინო შეგიძლიათ იწდიოთ სამიოდე ჭიქა რატომ სამი ერთ-ერთი პატერიკული მოთხრობა მაქვს ხედველობაში ერთი ჩვენსავით ღვინის მოსმური ბერი ახალგაზრდა მივიდა წმინდა მამასთან და დაეკითხა მამაო რამდენი ჭიქა შეიძლება დავლიო შვიდო მიუგო მოხუცმა თუ შენ იცი რომ შენში ეშმაკი არ არის სამი ჭიქა დალია და ამით დაასრულე ხოლო თუ არისო ერთიც არ დალიო ვისაც ავიზნიაკ და მძიმე მდგომარეობაში ვარდება წმის გამო იმას საერთოდ არ უნდა დალიოს არც ერთი ჭიქა გარდა მაგისა სადაგ დღეებში უზეთოს იხმევდნენ ჩვენი წინაპრები წუხრი საიდან ავთვალოთ მაგალითად მცირე ჟულის კანონში ექვთიმე ათონელთა წერია რომ როდესაც მღვდელი შევაო
და ოლარს დაიკიდებს, იქიდან ათვალეთ წუხრივ. ანუ ეს პირობითი არის. ყოველ შემთხვევაში სასურველია თუ ადამიანი ჯანმრთელია, ნათქვამი ეგ 3 საათამდის არაფერი არ მიგვს. რატომ 3 საათამდის? 3 საათი იყო ის დრო და ჟამი, როდესაც ევამ და ადამა პირველად გასინჯეს აკრძალული ხილით. ამის ნიშნად. მას სინანულის ნიშნად და მოსაგონებლად ჩვენი პირველშობლების მართვის დარღვევისა, რამაც 64 დაგვაგვარგინა, ძველი ქრისტიანები იმ დრომდე უსმოთ იყვნენ. შესაძლებელია, იკითხავს განსაკუთრებით გულმოსული გემოთმოყვარე. დიახ, ქართული ანდაზა პასუხობს ბრძნულად და ამომწურავად. მუცელს აქორებ ქორია, აღორებ ღორია. მე მგონი ყველა მეთანხმები. თვითონ რათვისება, კაი ბუნებითად. როცა აკლებ, კუჭი პატარავდება. როცა ჭავ, კუჭი იზრდება, მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. თხელდება კუჭის გარსი და ბოლოს შეიძლება მუცელი გაუსტაო. ფაშვი გაუსკდაო, ქართულად ამბობენ ასეთ ადამიანებს. ეს ირონია კი არ არის, ან ცინიზმი, ან სარკაზმი. ეს არის იმის გამოხატვა, რაც სინამდვილეში ხდება. და ბევრჯერ თუ აქორებ და ბევრჯერ აღორებ, საბოლოოდ დაგიავადება კუჭი. და მაგასაც მოფრთხილება უნდა, იმიტომ რომ ეს ორგანოც ღმერთმა შექმნა და თავისი კონკრეტული დანიშნულება მისცა იმას. აი დღეს ამოვიკითხა სწორედ მირიანმა წიგნის კითხველმა პავლე მოციქულის ერთ-ერთი ეპისტოლედან. ხორცთა ზრახვას გოლის სათქმელად ნუ გაიხდითო. ანუ რას ამბობს ამით? ადამიანს რო აქვს მოთხოვნილება ჭამის და სმის, ეს არის ბუნებრივი. ასეთი შექმნა ღმერთმა ადამიანი, მაგრამ თქვენ ენაზე რო თქვა, თვით მიზანი ნუ გახდება თქვენთვის ჭამა სმა. არა მარტო იმიტომ რომ თავისთავად ცოდვა, კიდევ იმის გამო რომ ნაკროვანებას და გემოთმოყვარებას მეტადრე სასმელის ზედმეტად მიღებას მოსდევს სხვა ცოდვები. მოდით ერთ მარტივ პატარა პატერიკულ მოთხრობას მოგიყვებით. თვალსაჩინოებისათვის საილუსტრაციოდ ასე ვთქვა. ერთ ბერს ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: სამი რამიდან, რასაც შემოგთავაზებ, ერთი უნდა აღასრულო, თუ არა და სიკვდილით მოკლავო. ეს ბერი სულ მოკლეობაში ჩავარდა და სიანს უმეც არის იყო. წმინდა მამები გვირჩევენ, არანაირ კონტაქტში არ შევიდეთ ეშმაკთან. სულ რომ სიკეთეს აფრქვევდეს. ბერის პირველი შეცდომა რა იყო? რაო, რა არის ეს სამიო? ანუ შევიდა კონტაქტში, დაიწყო მასთან ლაპარაკი. ან კაცი უნდა მოკლა, უთხრა მკაცრად სატანამ. ან უნდა იმრუშო, ან უნდა დაითრო სასმელი. ბერმა განსაჯა, ქრისტე დაივიწყაო. ქრისტეს ხელშია სინამდვილეში ეს ბერი და არა ეშმაკისა. გველსე და ასპის ზეიმლი, როგორც ფსალმულში უთხრა უფალმა დავით წინასწარ ბერით, თუ ღმერთს შეუდგები. ღერით მას კი აღარაც ხილი აქვს შენ თავზე და რა უნდა დაგაკლოს? ბოროტმა სულმა. ეს ყველაფერი დაივიწყა სულ მოკლეობით ბერმა და კითხა რომელი? ჩამოუთვალა. ბერმა განსაჯა, ასე ვთქვათ, წყალებში კეთილ გონიერად. კაცის ყვლას სასიკვდილე ცოდვა, ასევე მრუშება. პავლე მოციქულიც ამბობს, ვინც სოდავს, ყველა ცოდვით, სულის წინააღმდეგ სოდავს, სულს კლავს. ეს ერთადერთი ცოდვა მრუშება, რომელიც სულთან ერთად ადამიანის ხორცს კლავს. რა არის ადამიანის ხორცი? იგივე პავლე განმარტავს. ეს არის ტაძარი ღვთიური სულისა, სულიწმინდის ტაძარია. ამიტომ ვინც გახსნის, ესე იგი მრუშებითა და სიძვით ამ ტაძარს ღვთისას მას გახსნის უფალი მარადიული სიკვდილით. ხედავთ რა განათლებული ყოფილა ბჭყალებში ეს ბერი, პავლეს კი მოაგონდა და განსაჯა. არა, ესეც მძიმე ცოდვა. რაც შეეხება დათრობას, რა არის? დათრები და გამოგინელდება მეორე დღეს. პახმელიას რო ეძახით ქართულად, ნაბახუსევი. ნაბახუსევი სწორია იმიტომ კიდე რომ ბახუსი ელენურ სამყაროში იყო მემთვრალეობის და სიძვის ღმერთი, ანუ კერპი. სწორედაც რომ ნაბახუსევი რას ნიშნავს? ეშმაკთან, ბახუსთან თანაზე არ იყავი შენი ლოთობითა და სიმთვრალით. ამიტომ ამბობს ხათ ივანე ეკიბის აღწერელი, გინდ თრალთან გილაპარაკია და გინდ ეშმაკთან. აზრი არა, ვერაფერს შეაგნებინა, ვერაფერს გააგებებ. შეიძლება უფრო გააბოროტო და აგრესიული გახადო. მაშასე ბერმა განსაზრდა თავისი მოკლე ჭყვით და დაასკვნა რომ ჯობდა დაელია. საერთოდ ჯობდა არანაირი ყურადღება არ მიეცეთ. ჯობდა პირჯვარი გამოესახა და უფალი ასე ჯვრის ნიშნე ეშმაკი ქარწყლდება, ხრება, ისე ეშინა, თუ კი რწმენით გადავისახავთ, რომ აი ისე არა ზოგიერთები პირჯვარს ისახავს, გეგონება ფანდობს უკრასო. სრულიად ზერილეთ, რამდენჯერ ვიცით. ეს არის ამაოსასე და უფლის ხსენება და ამაოსასე და ნიშნის გამოსახვა და ის წარასწორად. როცა შენ პირჯვარს იწევ, ზოგს აქვს ჩვეულება, აი ესე საპელპუროდ ყოველთვის ჯვარს იწევს. რატო აკეთებთ ამას? არ ლოცულობ, ლაპარაკობ ხოლმე. არც გაიაზრებ, რა ძალა აქვს ჯვრის ნიშს. შენ რომ იცოდე, წმენი თითი რომ თითზე დადო, ესეც კი აძრტულებს ეშმაკს. გახსოვთ აი ერთბაშად რაც მაგონდება გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან. ერთ ბერს რო შეუშთა ეშმაკი და გრიგოლ ხანძთელმა ჯვრები შეაქმნევინა აკურხა, დაუსვა ამ ბერის გარშემო 4 კუთხით და ეშმაკი ფეხსაც ვერ დგავდა შიგნით, ისე ეშინოდა. და როცა ჩვენ წმენით არ ვიწერთ პირჯვარს, ეს არის იგივე ცოდვა, რაც ამაოსასე და უფლის მოხსენიებად. ეს ყველაფერი ცხოვრების წიგნში გეწერება, გადაიშლება ეს ყველაფერი. ამოკითხული იქნება და სადღაც მოფარებულში კი არა, ყოველი ანგელოზისა და ყოველი ადამიანის წინაშე. ყველა ჩვენი ცოდვა.
ადამიანის სირცხვილისაგან სად დაიმალოს ვერ პოულობს ადგილს სიკვდილს ნატრობს, მაგრამ გარბის მისგან. ერთი სიტყვით ამ ჭყუამოკლე ბერმა, ისე როგორც ბევრი ჩვენთაგანი იქცევა, დალია ღვინო დაითრო. როცა დაითრო, სულ მოდუნდა. პარალიზებული იქნა მისი ნებისხო. პირველი რამაც გაიღვიძა, ახალგაზრდა იყო. არ დაგავიწყეთ, ეს იყო სიძვის ვნება. ნუ დაათხრებით ღვინითა, არამედ თუ მოსდევს სიბილწე, ამბობს პავლე მოციქული. ისაკ ასურის ეს უდიდესი განდეგილი მამა განმარტავს. თვით ადამიანის ანატომიაში გვაჩვენებს ღმერთი რა ცოდვას რა მოსდევს. რატომ არის სარწმუნელის თავზე სტომაქი, უცელი მოთავსებული, უფალი მიგითითებს რომ რასაც ჩააკრი, იმგვარ ვნებას მიიღებ. თქვენ ახლა გიყვართ, სახარება არ გიყვართ, ამერიკული კინოები გიყვართ, იცოცხლე. თქვენ ნახეთ იქ როცა ეროტიკულ ფილმებს აჩვენებენ, პორნოგრაფიულ ფილმებს. ჯერ საგანგებოდ ვახშმობენ, ჭამენ, სვავენ და მერე ეძლებიან ამ აღვირახსნილობას. ეს შემთხვევითი კი არ არის. ის აღვივებს და აძლიერებს სიზმრის ვნებას ადამიანში. აღვირახსნილ ჭამას მას მოსდევს აღვირახსნილობა აღხორცული. მოკლედ, პირველი რამაც იფეთქა, ახალგაზრდა იყო და ებრძოდა, იმიტომ რომ ამასახში ყველაზე მეტად სიზმრის ეშმაკი ებრძვის ახალგაზრდებს. ეს იყო სიცვა, წავიდა უახლოეს სოფელში, უდაბნო დატოვა. აღთქმა გატეხა ღვთის წინ მიცემული. წავიდა და უახლოეს სოფელში პირველსავე მეძავთან სიძვით დაეცა. სიძვით როცა დაეცა, მაშინ თითქოს გამოფხიზდა ეს რა ჩავიდნენ, შეეშინდა რომ არ გაეგოთ მისი დაცემის ამბავი. ესე იგი ეს პატიმოყარეობა ლაპარაკობდა უკვე მაშინ და დიდების მოყარება, ადგა და ის მეძავი მოკლა და მიწაში დაფლა. ხედავთ, ერთი თითქოს უმნიშვნელო ცოდვა ჩაიდინა და სინამდვილეში ყველა ცოდვაში გაეხვა, სასიკვდინე ცოდვებში, სიძვა მრუშებისა და კაცისყლისა. ამიტომ არის საყვარელო რომ ეშმაკი ყოველთვის მცირედიდან იწყებს ჩვენთან ბრძოლას. ერთბაშად რო გვეჩვენოს როგორიც ის არის და თავისი რქებითა და ჭლიქებით ფიგურალურად ვამბობ, ადამიანი მოკვდება შიში. ამას არ აკეთებს, შენში შემოდის, პიროყოლისა საცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში, როცა ლამობს შესვლას. გონებაში, აზროვნების ორგანოში, გულში, ემოციების ორგანოში, მეტყველების ორგანოში. თუ ამ სამ ორგანოში შევიდა და დაეუფლა, ის ადამიანი ყავს შეპყრობილი. ეშმაკეულია ის ადამიანი. ადამიანი რომელიც მეძაობს და არ შეუძლია თავი დაანებოს, არ არის შეშლილი, არ არის შეპყრობილი, გეკითხები. რამდენი მაგალითები არის აქ, ესე იგი, ციხეში წვდებიან, ჭყვას მაინც ვერ სწავლობენ სხვები. არ არიან შეპყრობილი ანგარებით, ეს ადამიანი რა თქმა უნდა, ანგარება და ნებისმიერი სხვა ცოდვა ნება ადამიანის გონებას აბლელებს. ცოდვებს მიყოლა, ეს არის გონების ნაწილობრივი ან სრული დაბნელება. ამიტომაც როგორც კი გეკვეთა ეშმაკი და ის პიროყოლისა გულში გითესავს ამაზებს. ჩვენი აზროვნების უმაღლესი ორგანო გულია სწორედ. გულშივე გამოუცხადებს ზოგადად. ჩაგიგდო მარცვალი, გადააგდე გულიდან. თუ შენ გააჩერებ გულში, ანუ მისცემ საშუალებას რომ ეს მარცვალი ამა თუ იმ ვნებისა გაღვივდეს, ფესვები გაიდგას, ეს უკვე მანკიერებად ჩამოყალიბდება, ხოლო ქართული ბრძნული ანდაზა ამბობს, ხშირად მოგვიგონებია, ჩვეულება ჯულზე უმტკიცესი ხდება. იმის ამოძირკვა უკვე ძალიან ძნელი არის. და არის ისეთი ცოდვა მანკიერება, საიდანაც როგორც ივანე კიბისახტელი ამბობს, ადამიანს უფლის ანგელოზიღა თუ გამოიყვანსო. მაგალითად ესეთი არის ამპარტავნება. მისი ერთ-ერთი გამოვლინება ხიბლიანობა არის. ხიბლში რო ადამიანი ვერ გამოიყვან იმ მდგომარეობიდან, მას გონია რომ ეს ნამდვილად ასია. არ არის შეშლილობა? აი იქ ვიღაც ამბობს ფსიქიატრიულში რომ ნაპოლეონი არის, ხოლო ეს კი ამბობს რომ წმინდა მამაა და სასაულებს ახდენს. და ესე შემდეგ. შაბათკვირას როგორც გითხარით, ქრისტიანები ხალეულს იღებენ ზომიერების პარაგლებში რა თქმა უნდა. როგორ უნდა განუწესოს თვითონმა ჩვენთაგან, აი რა არის საზომი? რომ მე სწორად ზომიერად ვისადილე, თუ ვივახშმე. როდესაც სუფრიდან დგები, ამბობენ წმინდა მამები, ცოტა კიდევ უნდა გინდოდეს ჭამას. აი ეს არის ზომიერება და არა ის რომ უკვე უზნობლად ახარ ჭამას მისაგან. ეს ზომიერება კი არა, ეს არის ნაყროვანება. რაც შეეხება მემთვრალეობას, ნაყროვანების უკიდურესი სახი არის. ამას იქით აღარ არსებობს. მეტადრე, როდესაც გული აერევა ჭამას მისაგან ადამიანს. აი ვრეულში ყავ ერთი. განუწყვეტლი ვისმენ როგორ ერევა გული ჭამას მისაგან. მარტო ღვინოს არ გულისხმობს, ხიზელი იყოს, მაგრამ იმდენი ჭამოს ვეღარ ისუქოს და მე გული ან აერიოს, ან აერიოს. უკაცრავად, ცოტა უხერხული ამაზე ლაპარაკი, მაგრამ აი ასეთებიც არიან. და მე მოდის და ითხოვს წმინდა ზიარებას. ქრისტეს ხორცსა მერტმა მოპატიოს და ალბათ მისთვის ეს ხორცი და სისხლი ქრისტეს ერთ-ერთი საჭმლის ნაირსახეობა არის მისთვის. არა ის, რაც არის სინამდვილეში თავის თავში და რადაც არის მოცემული ჩვენთვის. საკურნებელად და საცხოვნებელად თითოეული ჩვენთაგანისა. მოდი ესეც ვიკითხოთ. აი ჟულის კანონში გითხარით რომ ამგვარად წერია. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? პიროყოლისა, ახლად მოსულები ვინც ახარ ტაძარში, გეგრძალებათ კაცი მარხვა. სამჯერად შეგიძლიათ მიიღოთ ზომიერად ზეთიანი ხალეული. საერთოდ ისე მე რომ მკითხო,
აი ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც კი უფრო მარგებელი არის უზეთო საჭმელი. განსაკუთრებულად მავნია ზეთში მოხარშული და განსაკუთრებულად მავნია ზეთში შემწვარი და მით უფრო მავნია ერთსა და იმავე ზეთში რამდენჯერმე შემწვარი სხვადასხვა საჭმელი. ალბათ ეგ იცით არა თქვენა. ამიტომ აი მე მიმაჩნია უკეთესად რა რჩევას გაძლევთ როგორც მამაშვილებს. უზეთო მოამზადოს ყველა ავადმყოფს და ჯანმრთელმაც და ავადმყოფს რომელსაც არ შეუძლია მძიმე ავადმყოფს არ ვლაპარაკო იმას შეუძლია საერთოდ არ იმართულოს. ყველა მოამზადოთ უზეთო და ზეთი გედგაც სუფრაზე ვისაც გსურთ გემოვნებით დაუმატეთ ზეთი. ეს ჯობია თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ თანდათანობით თქვენ შეიძლება უზეთო მარხვასაც შეეჩიო. აი მე ჩემი მაგალითად შემიძლია ვთქვა, მე ღვიძლი დაავადებული ვარ, გარდა ამისა რომ სხვა დაავადებები მაქვს. ყველაზე კარგად ღვიძლი მაქვს, როდესაც მე უზეთოდ მარხულობ. გულახდილად გეუბნები. თვითონ ექიმებიც ამბობენ, ხო ამრავი პრაქტიკა დიდარი მოდიან ავადმყოფები. მორწმუნეები, რომლებიც უზეთოდ მარხულებენ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან ამ თვალს და არა მარტო ამ თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება ისე დაავადებას, როგორიც არის მაგალითად დიაბეტის დაავადება, ეგრეთ წოდებული შაქრის დაავადება. თუ მძიმე ფორმებში აქვს, აი მრევლში ჩემთან დადის ზოგს აქ 400 და ზოგს 600. აი როგორ უნდა უთხრა მე მას რომ კაცრად იმარხულოს და საერთოდ იმარხულოს. ასეთებს შეუძლიათ მიიღონ რძის ნაწარმი და საჭიროც არის მათთვის. ხაჭო, მაწონე და ესე შემდეგ. მაგრამ არ მიიღონ ეს გემოთ მოყარებით და ნაყროვანებით. ეს ხო მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა. რომ ზომიერად მიიღოს ჯანმრთელობისთვის მხოლოდ. ეს მას არ დააბრკოლებს რომ ზიარება მიიღოს. ჩვენ დაუშვებთ რა თქმა უნდა ზიარებას. ვინც მარხვას გატეხავს შეგნებულად გემოთ მოყარებით სულ მოკლევთ იმასთან სხვაგვარი საუბარი გვექნება ბუნებრივად არსებობს ეპიტიმიები საეკლესიო საჟელი სხვა სახეობისა. მე ამას შეშინებისთვის კი არ ვამბობ, მე ამას გაფრთხილებისთვის გეუბნებით ივანე ოქროპირისა არ იყოს. ან არის აი ძალიან მოხუცებული ადამიანი, ღრმად მოხუცებული. მე ასეთებს თვითონ ვთხოვ ხოლმე რომ მოდი იქნება არ იმარხულო. თუ შეიძლება მამაო იმარხულო. ნუ კარგი მაშინ ხორცი არ ჩავალ ძისნაჭა. არა მამაო არც და ეს თუ ეხლა ძალიან გამოიდებს თავს მე იმას ვერ დაუშლი. იმიტომ რომ თავისუფალი ნებიდან მომდინარე, მაგრამ შევათვალებ როგორც მამაშვილებს, რომ ღრმად მოხუცებულებმა, რომლებიც დიდ სისუსტეს გრძნობენ და ზოგს აქ მოსვლაც კი უჭირს, მათთვის არ არის სავალდებულო მარხვა. მაგრამ ყველა ადამიანისთვის ავადმყოფია, მოხუცია, ჯანმრთელია თუ ახალგაზრდა, ერთი მარხვა არის აუცილებელი, გულის მარხვა. რადგან როგორც ჩვენი უფალი და მაცხოვარი გვასწავლის, გულიდან ამომავალი შეაგინებს სწორედ ადამიანს. საჭმელი სტომაქისათვის, სტომაქის საჭმლისათვის. მაგრამ გულის მარხვა ყველამ შეინახოს, მათ შორის მძიმე ავადმყოფებას. მაგრამ ზოგიერთი ისე მძიმეთ არის ავად, მე ხო იმათ ახსარებასაც ვისმენ ხოლმე, ისე როგორც ჩვენი მამები, მეტადრე როცა მძიმეთ არ მომაკვდავენ, თავიც აღარ აქ ცოდვისა. მამაო, რა უნდა შევცოდო? აი ესე წევარ 24 საათი. შეიძლება 24 საათი იწვეს და ადამიანი იწევლებოდეს. განიკითხავდეს, ღმერთს გმოვდეს, რატომ ჩააგდო ამ მდგომარეობაში. თითქოს ის უცოდველი იყო და უცოდველი ადამიანი გახდა ასე მძიმე ავადმყოფი. თითქოს ლოგიკური შედეგი ჩვენი უჟილოებისა წოდების არ ყოფილიყო ავადმყოფობა. თუმცა არის და ეს არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანი იმდენად არ სოდავს, მაგრამ მძიმედ არის დაავადებული. აი პავლე ვახსენე ხშირად, თივდიდებული პავლე მოციქული, რომელიც 12 წლიდან ცნობილი მოძღვრის გამალielis მუხლებთან იზრდებოდა, როგორც თავად ამოწმებს, რომელიც იყო წმინდა კაცი და მოსავი და მომლოდენე მესიისა, მაგრამ იგი უმძიმესი დაავადებით იყო დაავადებული. როდესაც მოუვლიდა ხოლმე სნეულება, ტკივილები მიწაზე აგდებდა ხოლმე. აბა თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ხელა ავტორიტეტი იყო პავლე, მისი ოფლი, სამოსელი, ჩრდილიც კი კურნავდა ადამიანებს და ამ დროს ასეთი პავლე რომ ენახათ მიწაზე ტკივილებით დაგდებული. და ზოგჯერ ისე მძიმეთ იყო, რომ აი თქვენ ალბათ იცით, რომ ყველა მისი ეპისტოლე მისი ხელით კალიგრაფიით არ არის დაწერილი. კარნახოვ და უმეტეს შემთხვევაში ან ტიმოთეს, ან ტიტეს, ან ლუკას და ისინი იწერდნენ მის ეპისტოლეებს. იმ ეპისტოლეების ბოლოშიც კი, რომელიც თვითონ დაწერა, ნახეთ რა ეწერა. მივწერე ხელითა ჩემითა პავლესითა. რატო წერდა ამას? არა მარტო იმიტომ რომ დაემოწმებინა რომ მან დაწერა. წერდა იმიტომ აი როგორ მიყარხართ თუ წარმოიდგინეთ, იცოდნენ მის მამრებო, მის მდგომარეობა. როგორ მიყარხართ რომ მიუხედავად ამ ტკივილებისა, მე ჩემი ხელით მოგწერე თქვენ ეპისტოლე. სიყვარულის ნამეტნავი გამოხატულება იყო ეს. თავმომწონეობისთვის არ აკეთებდა რა თქმა უნდა, პავლე რომელიც შორს იყო ყოველგვარი პატიმოყარევა დიდების მოყარებისაგან. მას მოდი კითხვა დავსვათ, თუ ასე იყო და ამგვარად ეგევით არა წმინდა იყო, რათ იყო ამ უმძიმესი სნეულები დაავადებული. თანაც თავად პავლე მოციქული სამჯერ შეევედრა უფალს, რომ სატანის ეს ანგელოზი, რომელიც იწვევდა ამ სნეულებას, გაეყვანა მისგან და მესამედ ზეცი და ხმა მოესმა უფლისგან. გეყოს ის მადლი, რომელიც ჩემგან შენში მოქმედებს, რამე თუ მე ჩემს ალას უძლურებასა შინა აღვასრულებ. პავლე კი არ იყო მკურნალი, ეს ღმერთშემოსილი და მწვერვალი მოციქული. სული წმინდა პავლეს მიერ და რა თქმა უნდა, სული წმინდა ნებისმიერს შეწევნისა და მკურნალობისთვის არ აირჩევდა, მხოლოდ წმინდა ადამიანს. აქედან გამომდინარე ეგრეთ წოდებული ექსტრასენსები და მკურნალები და დიდი რეკლამები რომ იდის. როგორ შეიძლება მათ ღვთისგან ჰქონდეს მადლი და ძალა, როდესაც ეშმაკის მსახურები არიან თავიანთი მსხვილხედველები ცხოვრების წესით.
აქედანაც მარტივად დაასვენ, რომ მათთან მისვლა, ეს არის იგივე კონტაქტში შეხვიდე, როგორც ეგრადე ბრიანჩანოვი და ვახცენ კონტაქტში შეხვიდე ეშმაკთან, როცა მიდიხარ კითხავთან, ჩხიბავთან, ექსტრასენსთან და ეგრეთ წოდებულ კურნალებთან. თუმცა არიან ჩვენ შორის ისეთები, მათ შორის ერის კაცებში, თუ ერის ქალებში, ვინც ღმერთმა დააჯილდოვა სამკურნალო ნიჭით თუ შეწევნით. გახსოვთ ერთხელ, როდესაც პირველი ქადაგებიდან დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს, რომ ვინ განკურნეს, ვინ განწმინდეს და სხვა, უფალმა უთხრა, ეკინო გახარებ, გიხარობდეთ ის, რომ თქვენი სახელები ცხოვრების წინში თათაშინა დაიწერა. თუმცა თქვა ერთმა მათგანმა, ნახეთ კაცი, რომელიც შენი მოწაფე არ იყო. არ შემოგვიდგაო ჩვენ, არ შემოგვიერთა, მაგრამ შენი სახელი კურნავდა და დაუშალეთო და ქადაგებდაო. ნუ დაუშლით, განმარტა უფალმა. ვინ ჩვენს წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენს კერძუარს. ის ჩვენიანი არისო, ჩვენი სულის არის, ჩემი ძალით ხდება ეს. ანუ დასაშვებია, რომ ერში შეიძლება ამოირჩიოს, რომ ერთმა წმინდანის თუ უშუალო გზით ესა თუ ის ადამიანი, იმიტომ რომ შინაგან ადამიანს ხედავს ამ ადამიანში და ერთგვარი ნიჭი მისცეს კურნებისა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის არა ნიჭი კურნებისა, ის უკვე გადარჩა, ცხონდა. მას არა მარტო სხვების სამკურნალოდ ეძლევა ეძალა, ეს არის დიდი გამოცდაც, დიდი წვნება. რა არის უპირველესი წვნება მათთვის, ვინც ღვთისგან სამკურნალო ნიჭით არის დაჯილდოებული? ანგარება. თანდათანობით ასეთები, თუმცა არა ყველა, იწყებენ დიდძალი ფულის თავმოყრას. უკვე ვაჭრობენ ქრისტეს სახელით და ამ სამკურნალო ნიჭითა და ძალით. ისე რომ მოდით, ვიოცნებებთ, რომ ჩვენ გქონდეს რაიმე განსაკუთრებული ნიჭი. იმიტომ რომ შეიძლება უდიდესი საცდური აღმოჩნდეს შენთვის. მოდით საბრალობელად წმინდა იოანე დამასკელთან ერთად თქვათ, როგორც ზიარების ერთ ლოცვაში, ნათქვამი, შენი სამოთხის მეეზოვე ვყავიო. მეკარე ვიყო სამოთხეში, მეეზოვე. სავსებით საკმარისია ნეტარებისათვის. აი, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიყვანილი იქნა სხვებთან ერთად უფლის სამჟავროზე. ეს არის ნამდვილი ამბავი. მას უფალი ეცხადებოდა სიჭაბუკეში. და ესე იგი სამკურნალო ძალა მისა. კურნავდა უფლის სახელი. მაგრამ როდესაც უფალი გამოჩნდა სამჟავროზე, იცნო უფალი, გაეხარდა, გამოეყო ცოდვილების შურს და მიირბინა უფალთან. უფალო, ვერ მიცანე, თუ აი მე ეს ვქვია, ამ ქალაქში ვცხოვრობდი, შენ ამას და ამას მიგზა, იმას და იმას კურნავდი. უფალმა შეხედა და უთხრა, არა გიცი შენ, კაცი სახით. და უფალი ამბობს, განა ვერ ვიცანიო. მისი საქმეებიდან გამომდინარე ვერ ვიცანიო. რისთვის მოუწოდე და სადა ამოყო საბოლოო თავი. და ისედაც წმინდა მამების წინასწარმეტყველება ბოლოშავს განსაკუთრებული ნიჭები და შეწევნანი ღვთისაგან არ გვექნება. რატო? გაამპარტავდნენ ადამიანები და უფრო მეტად რომ არ დაიღუპონ. ამიტომ მათ ნიჭებს კი არ მისცეს, თქვა კურნალობის შეწევნის წინასწარმეტყველების და სხვა. ის გამოუგზავნის ავადმყოფობებს, წუხარებებს. რათა აი ამ გზით მოდრიგოს ეს გაამპარტავნებული ადამიანები მოიყვანოს სინანულში და საბოლოოდ აცხონოს. მას ხანმოკლე წარმატება ისიც კაცთა შორის, რადგან უფალი გულის ტკივილთამოს ურთიერთას დიდებას ეძიებენ და ჩემს დიდებას არ ეძებენ ადამიანები. რას მოგვიტანს ჩვენ ერთმანეთის თვალში ამაღლებული ვითამაშოთ, შენ მე შემაქო, მე შენ შეგაქო, სისულელია ყველაფერი. ზონზები რა მართლაც, კაცმარობს თავს. შენ ცოტა შორს გაიხედე შვილო, როგორც იტყვიან მიწას ვერ გამოეკერები. მოვა ის ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ სადაც არ გინდა გაყვეთ. სიკვდილით შენს მოკვდები. აი მერე სად იქნები? სად გააგრძელებს შენი სული არსებობს, შენ თავად. აი ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი. მაშასე ახლად მოსულებს უგზავნებთ იმართულოთ ისე როგორც წერია შულის კანონში, რომ ისინი მოუწიფავნი არიან, გამოუცდელები, შეიძლება არა მარტო ხილში ჩავარდნენ, სულიერ აშლილობამდე მივიდნენ მკაცრესი მართვისაგან. საერთოდ ღვაწლში შესვლა ხდება თანდათანობით. აი, ერდბაშად რაც მაგონდება, დიდი ასკეტი მამა თეოდორე სკეოტელი. 60 დღე არაფერს არ იღებდა, საერთოდ არაფერს, გესმით კაცნო. ბორკილები ედო და რკინის გალიაში ჯდებოდა ამ დროს. მხოლოდ ზიარებას იღებდა. კვირაში ერთხელ, სარღვნელი თურთ. მაგრამ ის ერთბაშად კი არ გახდა ასეთი ასკეტი. სიკრმიდან მას წმინდა გიორგი ეცხადებოდა და თანდათანობით შეიყვანა ღვაწლსა და მოღვაწეობაში, ვიდრე საბოლოოდ არ ჩამოაყალიბა დიდი ასკეტი მამა და ეპისკოპოსით შეიქმნა მერე ეს წმინდა მამა. ეხლა თქვენ იტყვით როგორ წმინდა გიორგი უნდა გვეცხადებოდეს ან წმინდანებმა, მე უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ. ჩვენს არანაირი გამოცხადებები მადლობა ღმერთს არ აგვაქვს, რომ ხილში არ ჩავვარდეთ ჩვენი ამპარტავნებიდან გამომდინარე, თანდათანობით დავიწყოთ მართვაში შესვლა, ახლად მოსულება. აი მაგალითად ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებაში ვკითხულობ, როდესაც პირველად მონასტერში მივიდა, იღუმემა ისა ჩააბარა, დაასვა და დაუდო პური და უთხრა ჭამე მაძღრისად. მაძღრისად ჭამა, ანუ მიხვდა რამდენ ჭამდა მაძღრისად. შემდეგ თითო ნაჭერს აკლებდა თანდათანობით და ბოლოს ისეთი ასკეტი დააყენა, რომ 7 დღეში ერთხელ იღებდა მწუხრზე ცოტა ოდენს. გარდა მაგის, აგერ ექიმის თვალებს შემხვდა სხვა ექიმებისგან უცბად
გემოთ მოყარე და ნაკროვანმა ადამიანმა რომ ასეთი მკაცრი მარხვა დაიწყოს, შეიძლება პირიქით დაავადდეს. მე მგონი დამეთანხმებიან ექიმები. თანდათანობით ხდება მარხვასთან შეჩვევა. ამიტომ მათ ზეთიანი მიიღო, თუნდაც სამჯერ ჭამონ და არაერთხელ, მაგრამ ზომიერება დაიცვა. ღრმად მოხუცებულებს და დაუძლურებულებს შეუძლია არ იმარხვა ყოველ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც ხორცისგან შეიკავეთ თავი. რჩევად გაძლევთ. რაც შეეხება ფეფციმეებს, თუ არ აქვს რამე გადახრები, ნუ აზროვნებთ ათეისტებივით. და ნუ უსმენთ ათეისტ ექიმებს. თუ არ ჭამ ხორცს, ასეთი დაიბადება, ისე დაიბადება. როგორ ის თქვენ ახართ ქმართან ერთად, ისეთი შვილი დაგებადება და როგორი წინაპრებიც ყავდათ. გულახდილად გეუბნები. პლუს მაგას ბევრს პატიებს ღმერთი და აკეთილშობილებს ჩვენს მოდგმას, თორე ჩვენი ცოდვების მაგვარი რო გაჩნდეს, ალბათ ძალიან ძიმე სურათი იქნებოდა, როგორც იტყვიან ხოლმე. წმინდა მამები პირიქით გვასწავლიან, ის ვინც ფეფციმობაშივე მარხულობს ზალისაებ, ლოცულობს, დროულად ამბობს ახსარებას, ანუ განიწმინდება ცოდვებისაგან, ეზიარება და ცხოვრობს ეკლესიურად, თავის წიაღშივე დედა უკვე აკურთხებს და გასმეს თავის ყრმას. მაგის მაგალითები შეიძლება წმინდანთა ცხოვრებიდანაც მოიყო, მაგრამ პირველი რაც მომეყო და ნიკოლაოს საკვირველთ მოქმედი, რომ ოცშაბათ პარასკევს ძუძუს არ ჭამდა მწუხრამდის და სერგი რადონეშელი, რომელიც ასევე იქცეოდა. აი თითისტოლა ჩვილი, როგორც იტყვიან ხოლმე. ისე რომ დედებო, თქვენ წიაღშივე ფეფციმეების არიან, აკურთხეთ და განწმინდეთ თქვენი შვილები. რატოა საჭიროებს განწმინდას? რა დააშაობა უმეც არ იკითხავს. 50-ე ფსალმუნში ვკითხულობ. რამე თუ ესერა უჟულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემმა. ცოდვის შვილები ვართ, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, საკუთარ თავს გულისხმობთ. პირველ ყოვლისა დათხეული თესლი ვარო. აი რას ამბობს ამხელა ღვთისმეტყველი, მე რა ვარ? არარაობა ვარ, სრული მასთან შედარებით. ისე რომ განწმინდას თანაბრად ყველა საჭიროებს. ოღონდ კაცრაც ფიქრობ არ უნდა იმარხულოს ფეხძიმემ, მაგრამ თუ მასაც გადახრები და მართლა რაღაც საშიშროება ან ნაკობს ან თავად ემუქრება, არა მარტო ექიმის რჩევით, არამედ სულიერი მამის ლოცვა კურთხევით, იმიტომ რომ ლოცვა კურთხევა ზალა აქვს. თვითონ ექიმის სიტყვასა და სიბრძესაც და ხელსაც სწორედ ღმერთი აკურთხებს. ლოცვა კურთხევით ასეთი ან იმგვარი მარხვა უნდა შეინახოს. შეიძლება მოძღვარმა დაუშვას, რომ მან ძის ნაწარმი ჭამო, თევზეული, თუ მძიმე შემთხვევა ხორცზე საკურთხოს და რაც თავარი, როგორც გითხარით შესავალში, გულის მარხვა ყველას დაუტოვოს. ამის საშუალება. რაც შეეხება ბავშვებს, მამათა ნაწილი თulis რომ 7 წლის ასაკიდან უნდა იმარხულოს. სხვები თვლიან 12 წლის ასაკიდან. მე ვითვალისწინებ იმ დიდი მამების შემდეგ უვარგისი მღვდელი, რომ 21 საუკუნეა ჩვენა ვართ ნაკლებ მორწმუნეები, ეკოლოგიურადაც დაავადებულია ჰაერის პროდუქტების შტრიხ-კოდები ამაზე მიუთითებენ. გენფიცირებული საკვებიც არის და სხვა, მოდიფიცირებული. ამიტომ კაცრ მარხვას ვერ დაგიდგენთ ასეთებს და 16 წლამდე ბავშვებმა აი თუ შეძლონ ამგვარად იმარხულოს. იგულისხმება მშობლების ნებართვა თუ იქნება. თუ მშობლები მორწმუნეები ყავ ადვილია მათთვის ეს მარხვა. მაგრამ თუ მორწმუნე არ არის მშობელი, ურწმუნოების გამო და ათეიზმისა შიშობენ შვილი მომიკვდება, დამიწყნება, გამიხდება, ჭლექი დაემართება, რაც აღარ ჩამოთვლიან ხოლმე. ჩვენ შვილებს კი არა აღზრდით, ჩვენ შვილებს ზრდით ვაჭმევთ, ვასმევთ და ეს მუტრუკები დაგვეზარდნენ დღეს. დაუყვეს თავის სამშობლოს და თავიანთ მშობლებსაც ასეთმა და ამგვარად გაზრდილმა შვილებმა დაეწაფნენ აზარტულ თამაშებს, ტოტალიზატორებს და სხვა ქუჩაში გამოყარეს მშობლები, გაუყიდეს სახლების და გაუმწარეს სიბერე. ყველა ასეთი არა, მათი უდიდეს უმეტესობა ხომ ისაუბრია, გამომიკითხია, აი სახეზია რა, ჩვენი ეგრეთ წოდებული აზრდის შედეგი. ერთი სიტყვით, თუ შეძლებენ 16 წლამდის ბავშვები და მოზარდები, პირველი კვირა შეინახოთ მარხვის სეთიანი. მნებიშვიდეული შემდგომ. თუ შეძლონ მესამე კვირა არის ჯვართაყვანისემის კვირაკე. და აი მესამე კვირას თუ არა და პირველი კვირიაკე მნებიშვიდეული დანარჩენი 4 შაბათ პარასკევი, ხოლო სხვა დღეებში ხორცის გარდა მიიღო თევზეული და რძის ნაწარმი. მე მგონი სავსებით საკმარისი არის, არა? ბოლოს და ბოლოს რაღაცით ხომ უნდა იმარხო, თორემ მე მყავს აქ ბავშვები მშობლებზე უფრო ერთგულად მარხულობენ. და როცა მათ უმსუბუქებ, უტირიათ კიდეს მამაო თუ შეიძლება მეც ვიმარხულებ, როგორც ხვები მარხულობ. აი ესეთი მოსწრაფება აქვს. ამიტომ ჩვენ ბრღვინავი პატროქი სახარებისა არ იყოს, არ უნდა ჩავაქროთ. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება თუ მშობლები თანახმა იქნებიან, მაგრამ მოძღვარს კეთილ გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს. ისეთი მარხვა უნდა დაუწესოს ბავშვს, რომ მშობლები აუჯანყოს ეკლესიას. ერთი შეძინოს ეკლესიას და დედა და მამა აუჯანყოს, ეს არ იქნება სწორი. ამიტომ ბავშვებმა და მოზარდებმა 16 წლამდე მშობლებთან შეთანხმებით თუ მოგცემენ ნებართვას, ჩემთან ერთად აი ამგვარად იმარხულენ. ხოლო აქ ზოგიერთი იკითხავს, მამაო, თლიანად რომ შევინახო, შესპირ შაქარი, თუ მშობლები არ იქნებიან წევა, დამიჯერეთ, არაფერი არ მოგივა. მაგის მაგალითი ძველი აღთქმიან ანანია, აზარია, მისაელი, ნაბუქოდონოსორი რო ახსენეთ. სამეფო კარზე რჩეული ერიშვილების მოზარდები მიიყვანეს ყრმები, კარს აჭმევდნენ, ასმევდნენ და ამ სამა ებრაელმა ყრმა მითხოვა, რომ მხოლოდ სამარხო ეჭამათ. შეუგინებელი საკვები, რასაც ებრაელებს უგზავნიდა შული ის არ ეჭამათ. დართო ზედამხედველმა ამის უფლება და როცა მე შეყარეს ბავშვები ბოლოს და ანახეს, ყველაზე გარეგნულადაც ყაოდნენ, რო იტყვიან
იყვნენ ეს ბავშვები, აღარასვამ რომ სიბრძნეს დიდი გამოიჩინეს. და საბოლოოდ მათი რწმენის და გამო დიდი გამოსთა ჰქონდათ რა, გავარვალებულ ღუმელში რომ შეყარეს, ანგელოზი ვიდოდა და აკრილობდა ღრუბელს და გარშემო ჯალათები დაიწვნენ და ეს ყმები გადარჩნენ და ადიდებდნენ უფალ ღმერთს, ისრაელის ღმერთს. ეხლა სწორად რომ არ გაიგოთ, ეხლა ხიბლებზე და ასე შემდეგ ვართ დაწამებული, ემან იმისთვის არ იმართულოთ, კაცრად რომ გავარვალებულ ღუმლებს გაუძღოთ. მე ვერ გაუძლებ თქვენს მშობლებს აქ თუ მოვლენს აკვედურებით. ასევე არიან ძიმე ავადმყოფები, ზოგი მწოლარე, ზოგი დადის, მაგრამ მე ვიცი რომ ვთქვათ აქვს ავთვისებიანი სიმსივნე და სხვა. ზოგიერთი მათგანი ჩვენი მრევლიდან ეგრეთ წოდებულ ქიმიასაც იკეთებს. ასეთებს არ აქვს ვალდებულება ღვთის წინაშე და არც სინდის ისა რომ მარხვა შეინახონ. რასაც მკურნალობა დაუნიშნოს, ყველაფერი მადლობით მიიღონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალაში რჩება მარხვა გულისა. ესევე ძუძუს ვინც საჭმევს, ძუძუს ბავშვი ვისაც ხავს. მათ რომ არ მიიღონ რძის ნაწარმი, შეიძლება ძუძუ დაუშვეთ. მაგრამ მედიცინაც გვასწავლის, რომ ერთ წლამდე მაინც სასურველია დედამ თავისი რძია აჭამოს ბავშვს. ერთი ხო შეუცვლელია ჰიგიენური და სხვა თვალსაზრისით. მოხერხებულიც არის, არც მომზადება უნდა და სხვა. გარდა მაგისა, ამას აქვს სხვა სულიერი მნიშვნელობაც. აგერ მე ხშირად მიხსენებია ერთ-ერთმა ფრანგმა მეცნიერმა გასულ საუკუნის მიწურულს ჩაატარა ექსპერიმენტები და გასაოცარ დასკვნებამდე მივიდა, რომ დედის რძეში ამა თუ იმერის ვისაც ეკუთვნის და ცნობიერება და სულიერი წყობაც კი არის კოდირებული, რაც ამ გზითაც გადაეცემა შვილს. ამიტომ იტყვიან ხოლმე, რომ დედის ძუძუ უჭამია, აი პატრიოტ ადამიანზე, საზოგადო მოღვაწეზე, ვინც ერზეც უნავს ერიშვილებზე და სხვა, იტყვიან ხოლმე. ბევრმა არის ეს რაც ნიშნავს, დედის ძუძუ უჭამიაო. ანუ აი ეს სამშობლო სიყვარული დედის ძუძუდან აქვსო მიღებული. თუმცა ეს გადაჭარბებული არის. მართალია, გარკვეული ძალით მისტიკის თვალსაზრისით მოქმედებს შვილზე, მაგრამ სამშობლო სიყვარულს ჩვენ ვასწავლეთ. მოდი ეხლა ზოგიერთი დედები უდარდელობით მოიფიქრებენ, ემან და მოდი რძით გადავცემო და თავს აღარ შევიწუხებო. მშობლებმა შვილებს უნდა ასწავლოთ სამშობლო სიყვარული და გუშინ გაკვირით წავიკითხე ივანე ოქროპირის ერთი ქადაგება. მშობლებმა შვილებს თუნდაც თავგანწირვამდე უნდა ასწავლოთ სათნოებიო. თავის კი უნდა გაწირონ სიკეთეები, ისე უნდა შეაყვაროთო. ისე რომ რძეც უნდა აჭამოთ, როგორც დიმიტრი როსტოველის ქადაგებს, დედებო აჭამეთ ძუძუ თქვენ შვილებს და გარდა მაგისა უნდა აღზარდოთ კიდეს. მაგრამ დღეს როგორ არის, მშობლების ნაწილი რა. გული მოგიკვდება, როგორ არ გადაუხიო მე ამ საუბრიდან. არიან ზოგიერთები, თვით მამებიც კი განუწყვეტლებს ხედან ტელევიზორებთან. სამსახური რატომ არ გაქვს ვერ შოულო, სახლში ხომ არ მოვლენა რა. შენ უნდა გახვიდე, თავი შეიწუხო, ეძებო. ეს კეთილიც და მაინც დაფასებული გექნება ღვთისა და შენი მოყვასი სახლეულის წინაშე. ეს ჩვენი ვალიც არის და არათუ ვალი სიყვარულის საქმე არის. ამ წამებაში და წვალებაში კიდევ უფრო გიყვარდება შვილი და დაგიფასდება. დედის ლოცვაც და მამის ჯოჯოხეთიდან შეუძლია შვილის ამოყვანა. თავი არ უნდა მეანებოთ სოდვებში. არ უნდა დაეალხეინოთ გულები. დიახ, ღამეც უნდა გატიხო უძელობი, შიერიც უნდა იყო მწყურვალიც თუ საჭირო გახდა და მუხლები უნდა გადაიყვლიფო შენს შვილზე ლოცვით. აი, ეხლა ხან შეაიარა უძღების შვილის კვირიაკები. როგორ გაუფლანგა მამას ნაოფლარი უდარდელად მეძავთათან და მემთვრალეთან. მამა კი გახყურებდა გზას, როდის დაბრუნდებოდა შვილი. როცა დალანდა თავის ამ დაგლახაკებულ ადამიანში, გასასწორებულში თავის შვილი, არც დაელო და გაექცა, დაემხო და მადლიერების ცრემლებით ატირდა მწარით. აი, ეს არის მშობელი. ასეთია იქ საციური მამა იგული, ასეთი მზრონველია უფალი. რა გაგითხრათ, საყვარელო, ჯვარზე ავიდა მართალი ესო დაიკლა და სისხლი დასწია ჩვენი საცხონებისათვის. სხვა რომ რანაირად გაჩვენოს რომ უყარყარ უკიდე განასიყო. მე ეს მამხნევებს. აი მე წეღა რომ ლექსის შესავალში წაგიკითხეთ მადლობ უფალს და ეს ბევრი თქვენთაგანის გულის ამოძახილია რომ არსებობს თავის თავი რომ შემაცნობინა მე რომ მომიყვანა არარაობიდან ადამიანებში და დამანახა თავისი არსებობა. ეს შენთვის არის პირდაპირი გაგებით გეუბნებთ უპირველეს ნუგეში. მეც ბევრი სიმწარე მაქვს. თქვენ არ იფიქროთ რომ გალაღებულად მიქრის, მოქრის, მამაარჩილი და ასე შემდეგ. დიდი ჭირვალამი და ტკივილები გადამაქვს მე თქვენს გამოც. პავლესთან ერთად ვიტყვი თუ ძალიან კადნიერად არ აღშერდება, ჯერ კიდევ ბევრ თქვენთაგანზე მშობიარობის ტკივილებში ვარ, სახარების მიერ მინდა რომ გშობო თქვენ. აი ესე მაქვს ტკივილები ჩემს ხორცელ შვილებსაც. იქაც მაქვს საზრუნები. ამიტომ როდესაც მოიგონე პავლეს სიტყვები დაუჯახება სათნოება, მაგრამ მე მებრალებიან ისინი, რამე თუ ბევრი საწყარი იქნება. მე მონასტერში ვიყავი. ფიქრობდი ბერობას, მაგრამ ღმერთმა და პატრიარქის კურთხებამ 180 გრადუსით შემოაბრუნა ჩემი ცხოვრება. დამაბრუნა უკან მონასტრიდან. მაგრამ როდესაც მე მქონია მძიმე წუთები სახლეულის გამო, ამ სიმწრის დროს წამომიძახია, ღმერთო, რატომ წამოვედი მონასტრიდან? მაგრამ ეს წუთიერი სისუსტე არის. თავისი დიდი სიბრძნით და მეტადრე პატრიარქმა მაკურთხა, ვიში გამოხატავს, ქერაბინს ვარ გამომიცამ და სერაბინს გადმოეცა თავისი ნება. პატრიარქის მიერ ლოცვა კურთხევით დამაბრუნა უკან. დამაბრუნა უკან და ესე იგი აი აქ უნდა იდგე მამაარჩილი.
აქ უნდა ადიდებდე უფლის სახელს, აქ უნდა იმსახურო, უნდა შეაყვარო, გამოგიგზავნე ადამიანებს, უმეცრებს, ცოდვის ჯურღმულებიდან და ესე შემდეგ და შეაყვარო უფალი და ერთად იაროთ უფლისაკენ, როგორც პატრიარქმა გამოთქვა, ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ამიტომ ყოველსაშინა, ყოველთათვის მადლობა შეფერით ჩვენს უფალს, მამას და სულიწმინდას. მას უყვარვართ ჩვენ, იგი ზრუნავს ჩვენზე. ეს მარხვაც სწორედ ჩვენი ცხონებისთვის დაგვიწესა. მე და თქვენ შევჭამ თუ არ შევჭამ სამარხვას, რა უნდა შეემატოს უფალ ღმერთს, რომელსაც თავად არის წყარო ყოველგვარი დიდების სიტყვებისა და ნეტარებისა, რომელსაც მთავარ ანგელოსი და ანგელოსი ვერ მიხედვენ მისი სიდიადის გამო. ეს ჩვენ გვჭირდება, რომ დავისხროთ ნებები, განვიწმინდოთ ცოდვათაგან და ამ გზით განკურნებულები დავემსგავსოთ ქრისტე მაცხოვარს და ხირსნი გავხდეთ მარადიული სიხარულის ამოსასწრებისა. ჩვენ ვიცით, რომ სინანულის ამ მარხვას და ნების შვიდეულს მოყვება უდიდესი დღესასწაულთა დღესასწაული, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა. და აი პატარა ლექსი ამოვიდა გულიდან, ის იყო თეთრი ლექსი, ეგრეთ წოდებული, ეს არის რითმიანი ლექსი, გაზაფხულის მოლოდინში. თქვენიც რო აღდგომა ყოველთვის გაზაფხულზე უწევს, აქ მარტო გაზაფხულზე და შიტევის ჭირჭისა და ყვავილების გაშლაზე როდია საუბარი, არამედ აღდგომის დღესასწაულზე არის, მისი მოლოდინია. დიახ, მარხვას ვიწევთ აღდგომის მოლოდინით, რომელიც ამგვარად ჟღერს. გაზაფხულის მოლოდინი. წაუმძღვარე გალაქტიონის სიტყვები. ცრემლის წვეთად დავიღვარე. პოეტური შედარებაა გაკეთებული იქაც და აქ ამ ლექსიაც ასეთი ცრემლიანი ზამთარი გვაქვს. თოვლი მოდის წვიმასავით, თოვლჭყაპი ან წვიმა მოდის უხვად. პოეტური შედარებაა ცრემლის წვეთად დავიღვარე. ასეთია ზამთარი და ჩემს გულს ვადრი. როგორია გარეთ ზამთარი და როგორია შიგნით ზამთარი. გაზაფხულის მოლოდინი. თვალცრემლიანი ზამთარი, წვიმებით გაჯერებული. მარტში კუც კიდევ მოიქნებს უხეირო და დამძრალი. ვაგლახრომ გულიც ასია, კირალი ცელში ჩამქჩვალი. არ უყვარს ეს ხედვიერი კუშტი და მიუსაფარი. აპრილს, ლურჯ აპრილს მოელის, ვით სათბურებას სიცოცხლის, მოკვდეს ზამთარი გათავდეს, გაზაფხულს ველით ყოველნი. ისე რომ ყველას გისურვებთ, როგორც ჩვენი დიდი წინაპრები იტყოდნენ, მარხვას